კიდევ ერთხელ მივესალმები მაყურებელს. საღამო მშვიდობისა პოზიცია პარასკევს საღამოს ტრადიციულად პირდაპირ ეთერშია და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე განსხვავებულ პოზიციებს გთავაზობთ. დღეს სტუდიაში კვირის რამდენიმე მთავარ თემას შევეხებით. რატომ არ დგას თავად შალვა ნათელაშვილი რუსთაველის გამზირზე და რატომ არ გამოირჩევა პირველი ლეიბორისტი ჩვეული აქტიურობით? შეიკრიბა ხალხი პარლამენტის წინ სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით და ლეიბორისტ სულპარ და იქ არ მიდის. ეს ხო გამორიცხულია. რატომ გამოჩნდა შალვა ნათელაშვილი მხოლოდ 9 აპრილს და გიორგობას პარლამენტის წინ და რატომ არ დგას ის ოპოზიციური ფრონტის წინახაზზე? რადიკალიზმი თუ დიალოგი, რომელს ირჩევს სააკაშვილის მუდმივი მეტოქე? სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში ყოველგვარი საკონსტიტუციო კომისია, ყოველგვარი არჩევნები დამთავრდება ისევ მიშიზმის გამარჯვებით ქვეყანაში. შალვა ნათელაშვილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად პირდაპირ ეთერში საკუთარი პოზიციით. ჩემთვის არის პრინციპულად მიუღებელი ესე დაყოფა საპარლამენტო ან არასაპარლამენტო. ჯობია რომ ოპოზიციას კონდეს ერთი პირი. საპარლამენტო ოპოზიციის წევრი, რომელიც არც უმცირესობის წინადადებებს იწონებს. წინააღმდეგი ვართ საპარლამენტო ამ მოდელის, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი შეიძლება პრემიერ-მინისტრად მოგვევლინოს უვადოდ. და დეპუტატი, რომელიც აქციების ორგანიზატორების გვერდით იდგა და დღეს აღარც მათი სტრატეგია მოსწონს. სამარცხინოდ მიმაჩნია მოიყვანო ხალხი, ერთი თვე აყვირო რუსთაველის მოედანს და შემდგომში ფარულად გაურიგდე ხელისუფლება. ვის გვერდით დგას დამოუკიდებელი დეპუტატი და რა პოზიცია უჭირავს ჯონდი ბაღათურიას, ქართული დასის ლიდერი დღეს პოზიციაში. სპეცოპერაცია თიანეთის გზაზე მუხროვანის ამბოხის დასასრული. 16 დღიანი ძებნა და ორმხრივი სროლა თბილისის შემოსასვლელს. ორმხრივი სროლის შედეგად გარდაიცვალა გია კრიალაშვილი, დაიჭრა კობა ოთანაძე და ლევან ამერიძე. სამი ყოფილი სამხედრო, რომელთა შესახებ ინფორმაციისთვის რეკორდული თანხა იყო დაწესებული. რა დეტალების გარკვევას ეცდება გამოძიება? რა მოხდა მუხროვანში? 5 მაისის ამბოხიდან 20 მაისის სპეცოპერაციამდე. პოზიციის კითხვებს დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე უპასუხებს. პოლიტიკური ცხოვრების ეკონომიკური ეფექტი შეძლებს თუ არა მთავრობა შეინარჩუნოს სტაბილური გარემო პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე. შიდა პოლიტიკურმა დაძაბულობამ, რა თქმა უნდა, თავისი უარყოფითი დაღი იქონია ეკონომიკაზე. როგორ აფასებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას პრემიერ-მინისტრი თვენახევრიანი საპროტესტო ტალღის შემდეგ და რა არის გილაურის ოპტიმიზმის მიზეზი? გაზრდილია შემოსავლებიც, გაზრდილია ბოლო დღეების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს შემუშავებული სპეციალური ახალი პაკეტი. რისთვის არის მზად მთავრობა გილაურის გათვლები პრემიერ-მინისტრი დღეს პოზიციაში? ახლა ვიღებთ სცენას, როდესაც ირაკლი ოქროაშვილი შევარდა ბორდელში და უნდა დავარბიო მეძავი. პოლიტიკური კლიპი თუ მუსიკალური შარჟი ანდრი ჯოხაძე მორიგი ხმაურიანი პრეზენტაციისთვის ემზადება. ხაჯები მიდიან, ხაჯები არ მოდიან. ყოველს ჩვენი ვიჩოცხენი ნახეთი და პონიერი. ჩვენი სამ ბედნიერი გან არის სადმე ერი. 21 საუკუნის ბედნიერიერი. ხელისუფლება და პოზიცია ერთ კლიპში მუსიკოსის საზოგადოებრივი პროტესტი. ოპოზიციამ აქციები უნდა მომიწყოს და ხელისუფლება გამიბრაზდეს რაზე. რა რეაქციას ელოდება სიმღერის ავტორი პოლიტიკოსებისგან და რა შეფასებას ელის მსმენელისგან? ანდრი ჯოხაძე სტუმრად პოზიციაში. მაშასე ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და გადაცემის პირველი თემა სპეცოპერაცია თიანეთის გზაზე მუხროვანის ამბოხის დასასრული 16 დღიანი ძებნის შემდეგ. 2 ეჭვმიტანილი დაკავებულია და ისინი დაჭრილები ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებიან, ერთი კი გარდაცვლილი. 5 მაისის ამბოხიდან 20 მაისის სპეცოპერაციამდე პოზიციის კითხვებს დღეს ამ თემაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე უპასუხებს. საღამო მშვიდობისა ბატონო გივი. მოგესალმებით და პირველ კითხვას სპეცოპერაცია დასრულდა მსხვერპლით და აქედან გამომდინარე დაგისვათ, რატომ ვერ მოხერხდა კრიალაშვილის ცოცხლად აყვანა? ეს პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ არის თავად ამ ადამიანების არჩევანი, მათ ჰქონდათ საკმაო პერიოდი იმისათვის, რომ მშვიდობიანად ჩაბარებოდნენ ხელისუფლებას და ეგუთ პასუხი იმისთვის, რის გაკეთებასაც აპირებდნენ და რაც ნაწილობრივ გააკეთეს კიდეც მათ ეს არის სურვეს. ისინი ცდილობდნენ მთელი ამ პერიოდის მანძილზე ქვეყნიდან გაქცევას, ნიშანდობლივია, რომ ცდილობდნენ უფრო მეტად გაქცევას ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ანუ ან წინაგარიდან, ან ახალგორიდან და ასე შემდეგ. და გარდა ამისა, მათ დაკავებისას გაწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა, ამიტომ მსხვერპლის და
ვთქვათ, აი სროლის აცილება იყო შეუძლებელი ამ პირობებში უბრალოდ. ბატონო, ოჯახის წევრები და იგივე ადვოკატი დღეს პრესაშიც დაიბეჭდა, ამბობენ რომ გაჩნდა ესეთი მოსაზრება, რომ ნატყრიარი არ ჩანს კრიალაშვილის ხედარზე და ეჭვი შეაქვთ, რომ ის შესაძლოა რამდენიმე დღის წინ იყო გარდაცვლილი. ანუ როგორია ექსპერტიზის პასუხი და არსებობს რაიმე დამამტკიცებელი თქვა საბუთი იმისა, რომ ის იარაღით მოკლეს. რატომ გაჩნდა ეს ეჭვი? მე მგონი პირველ რიგში საერთოდ ყველა ინსინუაციასთან დაკავშირებით ამ თემის ირგვლივ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო დადგმა და ასე შემდეგ. ბუნებრივია ამ ყველაფერში გარკვევა არის ძალიან მარტივი, ამიტომ რომ ჩატარდება ექსპერტიზა, რომელიც ამომწურავ პასუხს გასცემს ჭრილობებთან და სიკვდილის მიზეზებთან დაკავშირებით, ეს ერთი და მთლიანობაში რომ ვილაპარაკოთ ამ თემაზე, დაკავებული არის საერთო ჯამში 34 ადამიანი, მათგან ერთი არის გარდაცვლილი, ერთი არის გირაოთი გათავისუფლებული, 32 დღესაც იმყოფება საპატიმროებში, აქედან 12 სამოქალაქო პირი, 20 სამხედრო ოფიცერი და ესეთი მასშტაბური დადგმის განხორციელება მე მგონი გაუჭირდებოდათ ამის დიდოსტატებსაც კი უნდა თან გავითვალისწინოთ ის რომ დაპატიმრებულთა დიდ ნაწილს მოუწევს საკმაოდ დიდი ხნით საპატიმროში დარჩენა საგრძნობლად დიდი ხნით და ამიტომ ინსინუაციები ამ თემის ირგვლივ არის უბრალოდ მიუღებელი თემა. ბატონო, ჩვენ ამ თემას დავუბრუნდებით, ანუ მუხროვანის ამბოხის დეტალებზეც მინდა რომ დაგისვათ შეკითხვები და სწორედ აი ამ ასე ვთქვათ ბრალდებებზე, თუ ეჭვებზე რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი, თუმცა მანამდე თქვენ ახსენეთ საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩამოთვალეთ, ვინც დაკავებული ამ თემაზე. აი, როდესაც თქვა გამოჯანმრთელდება ამირიძე და ოთანაძე არის შესაძლებელი, ანუ ვარაუდობს გამოძიება იგივე ან ხელისუფლება, რომ მიემატოს ამ ადამიანებს სხვა ადამიანების ან სახელი გვარები ისევ, რომლებიც ეჭვმიტანილები შეიძლება გახდნენ ან კავშირში იყვნენ აღმოჩენილი ამ ამბოხთან. ბუნებრივია. მობილური ტელეფონებიც ამოიღეს თქვა და იყო საუბარი რამდენიმე სიმბარათი, ანუ თუ დადგინდა ვისთან ჰქონდათ კავშირი, ვის უკავშირდებოდნენ ამ ტელეფონებით, თქვა ეს სამი ადამიანი. ბუნებრივია გამოძიება გრძელდება, ის არათუ არ დამთავრებულა, არამედ უფრო საინტერესო ფაზაში შევიდა ეხლა, აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა შესაძლებელია რომ პირთა წრე რომელიც იყო ჩართული ამ ამბავში გაფართოვდეს ეს არ არის აუცილებელი მაგრამ არის შესაძლებელი ამ ყველაფერს რა თქმა უნდა შემდგომში გამოძიება გვიჩვენა და ბატონო კიდევ ერთი ამ სპეცოპერაციის დეტალზე და არც ისე დეტალი სხვათა შორის სახალხო დამცველის ოფისში სპეცოპერაციის შემდეგ ოთანაძის ოჯახის წევრებმა ახლობლებმა და ადვოკატმა ჩაატარეს პრესკონფერენცია სადაც ისინი საუბრობდნენ რომ სადღაც 15-მდე ნათესავი იყო ამ პერიოდში აყვანილი მათი ოჯახის წევრები და მიმდინარეობდა ასე ვთქვათ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება რომ მიმდინარეობდა ვთქვათ მათი როგორც მოწმის და ეჭვმიტანილების სტატუსი დაკითხვა თუმცა სახალხო დამცველი ამბობდა რომ ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა და კანონის დარღვევა როდესაც უდანაშაულო ადამიანებს აკავებენ ну სახალხო დამცველი სამწუხარო დიდი ხანი არის დაკავებული პოლიტიკური ინსინუაციებით თქვენ ათვლით რომ თქვენ ეს იყო მათი უფლებების დარღვევა სინამდვილეს მინდა გითხრათ რომ დიახ მართლაც იყო დაკავებული ნათესავთა და არამხოლოდ ნათესავთა გარკვეული წრე უბრალოდ დაკავებულს ამას არ დავარქმევ იყვნენ ისინი მიყვანილი მოდულში ისინი დაიკითხენ მათი ნაწილი როგორც მოწმეები ხოლო ნაწილი როგორც ეჭვმიტანილები დანაშაულის არ გათქმაში მათი პასუხისმგებლობა შემდგომში განისაზღვრება და ანუ ისინი გათავისუფლებულები არიან ამჟამად ეპიზოდს მასთან დაკავშირებით და იქ იყო ლაპარაკი 8 თვის შვილზე მე პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ შვილი ამ ადამიანის არის 14 წლის და მინდა გითხრათ რომ იმ მაგრამ ის იყო დაკავებული ბატონო გივი 14 წლის მოწმის სახით იყო დაკითხული და 8 საათს რასაც იძლევა უფლებასაც იძლევა კანონმდებლობა 8 საათს მათი ამ ადგილებში ყოფნა არ გადაცილებია ამიტომ აქ ვერანაირ დარღვევაზე ვერ ვილაპარაკ ბატონო ოპოზიციამ მუხროვანის ამბოხს თქვენც ახსენეთ და თავიდან უწოდა ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლი და სპეცოპერაციის შემდეგ ასეთი ეჭვიც გაჩნდა რომ ეს სამი ძებნილი პირი სწორედ ამ ვერსიის დამადასტურებელ ინფორმაციას ფლობდა და ამის გამო იყო ასეთი გაძლიერებული ძებნა ვთქვათ გამოცხადებული მათზე იგივე ოთანაძეზე დღემდე რეკორდული თანხა იყო დაწესებული ჯილდოდ ინფორმაციის სანაცვლოდ ხოდიში იქნებ გამომეორე ზუსტად ვერ გავიგე
დადგმული სპექტაკლი უწოდა ოპოზიციამ ამ უხროვანის ამბობს და როდესაც ესეთი გაძლიერებული ძებნა იყო ამ სამი ადამიანის წინააღმდეგ ვთქვათ და სამართალდამცველები ცდილობდნენ მათ დაკავებას, გამოითქვა ვერსიაც, რომ სწორედ აი ამ ვერსიის დამადასტურებელ ინფორმაციას შესაძლოა ფლობდნენ ეს ადამიანები და იმიტომ იყო ასეთი მკაცრი ვთქვათ ძებნა გამოცხადებული მათზე. აქ ძალიან მარტივი პასუხი არის, ეს ადამიანები არიან ცოცხლები, ორი ადამიანი და ეს ყველაფერი გამოჩნდება. მე მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ ის წრე ადასტურებს, რომ აქ საერთოდ ზედმეტია რაღაც ინსინუაციებზე ლაპარაკი, დაკავებულებისა, რაც მე ჩამოვთვალე, არამედ პრეისტორია, რომელიც ამას მოყვებოდა ჩვენ გამოძიების საწყის ეტაპზე თავს ვიყავებდით, თქვა დასახელებისგან იმ პიროვნებისა, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა ამ ყველაფერს, მან თავად არ განაცხადა, რომ ასე ვთქვათ, ამის შემდეგ ამ ამბოხის არ შედგომის შემდეგ უკვე ვეღარ შეიკავებს თავს და კენჭს იყრის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ეს არის ბატონი ებრალიძე და თუ ვინმე თვლის, რომ დღეს შეიძლება დღევანდელ რუსეთში არსებობდეს სანქტ-პეტერბურგელი მილიარდერი ოლიგარქი, რომელიც არ კონტროლდება თავიდან ბოლომდე ყველაზე ცნობილი რუსი დღევანდელი სანქტ-პეტერბურგელისგან, ანუ პუტინისგან, ის ძალიან ცდება და ერთ-ერთ ქვეყანაში ერთ-ერთ დსთ-ს ქვეყანაში ჯერ კიდევ იანვრის თვიდან ხდებოდა შეკრებები, რომელშიც ნაწილი სწორედ ამბოხებულებისა ამბოხებაში მონაწილეთა მონაწილეობდა უშუალოდ ფიზიკურად და ეს შეკრებები იმართებოდა ტარიელ უნიანის უშუალო ხელმძღვანელობით, ბონდ შალიკიანის იქ ადგილზე ხელმძღვანელობით და ეს ყველაფერი იყო საკმაოდ სერიოზული. ეს ყველაფერი იყო. აქ იყო განსაზღვრული გაცილებით უფრო ფართო მასშტაბიანი. სწორედ ეს მინდა გითხოთ, ბატონო გივი, იცით რა, რეალური მიზეზი ამ ამბოხის რამდენჯერმე ითქვა კი ხელისუფლებამ თქვა, რომ გარესაფრთხეებს ხედავდა, ვთქვათ, იყო მინიშნებები რუსეთზეც, მაგრამ ამ დროს ოპოზიცია ამბობდა, რომ ჯარში გარკვეულ ნაწილში მოყვა ეს ამბოხი იმას, რომ მათ მისცეს დავალებები დაერბიათ, ვთქვათ, ის მომიტინგეები, რომლებიც სწორედ იმ დღეს გეგმავდნენ თბილისის შემოსასრულების გადაკეთებას. ანუ მე უბრალოდ მინდა გითხოთ, ესე მოკლედ, მაგრამ ძალიან კონკრეტულად თუ შეგიძლიათ განმარტოთ, რა არის თქვა გამოძიების დასრულებამდე ვერსია იგივე გამოძიების და ხელისუფლების, რომ მიზეზი კონკრეტული ამ ამბოხის რა იყო? კიდევ ერთხელ მიზეზი იყო ძალიან მარტივი, სამწუხარო ამ ისტორიაში არის ის, რომ მე-20 საუკუნის ყველაზე ასე ვთქვათ არასუფთა პიროვნებები გამოჩენილი ბრჭყალებში, რო ვთქვათ, ისევ გამოჩნდნენ 21 საუკუნეში, ვინც ითავა იგივეს გაკეთება, რაც ერთხელ უკვე გააკეთეს და კიდევ ერთხელ ვახსენებ ბატონ ებრალიძეს და კიდევ ერთხელ გავუსვა მხარს, რომ მისი კავშირი რუსულ პოლიტიკასთან თუ ვინმესთვის ეჭქვეშარი ანუ პოლიტიკური იყო თქვათ მოტივი ამ ამბოხის. მიზეზი იყო სწორედ აი ამ ადამიანის დაკვეთა, შემსრულებლები კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაზე ბინძური ხალხი უახლესი საქართველოს ისტორიიდან, კანონიერი ქურდის ტარიელ უნიანის და მისი შემსრულებლის ბონდო შალიკიანის ხელმძღვანელობით და არის გასაგები, მე მგონი მიზანი ამ ამბოხების იყო როგორც მინიმუმ არეულობების გამოწვევა და როგორც მაქსიმუმ რუსული საოკუპაციო ჯარების თბილისში შემოყვანა. რაც შეეხება იმას, რომ ეს თქვათ იყო გამოყენებული იქ მომიტინგეების რაღაც კონკრეტული ქმედებების და ამას მოყვა თქვა ჯარისკაცების პროტესტი. იმიტომ რომ მე მგონი თქვენ ნახეთ, რომ გადაკეტვები მოხდა ამას წინათ და ამას არ მოყოლია, ვთქვათ, რაღაც საჯარისო ფორმირებების გადაადგილება ან რაიმე მსგავსი. მე მინდა ვთქვა, რომ ყველაზე სასიხარულო ამ ისტორიაში მაინც არის ის, რომ დღევანდელი ქართული ჯარი საბოლოოდ დამტკიცდა არ დაექვემდებარება არანაირ ზეგავლენას ქვეყანაში ამბოხების თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების მოწყობის მიმართულებით და ამისათვის თითოეულ ჯარისკაცს და თითოეულ ოფიცერს უნდა მოუხადოთ ჩვენ დიდი მადლობა, მათ გამოიჩინეს მართლაც სიმტკიცე ამ საკმაოდ ძიმე წუთებში და ეს ინციდენტი საბოლოო ჯამში დარჩა იზოლირებულ ინციდენტად. ალბათ ამიტომ არის, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში იმის გამო, რომ საკმაოდ მოკლე ვადებში მოხდა განმუხტვა სიტუაციის, ეს გარკვეულწილად ან შეუმჩნეველი ან გაუგებარი დარჩა.
კარგი და ბატონო ბოლო კითხვა და მოკლე პასუხი თქვენ თქვით რომ ვთქვათ ინციდენტი ამოწურული და იზოლირებულია მაგრამ მაინც რა მდგომარეობა დღეს ჯარში იმიტომ რომ ხშირად ისმის მსგავსი მოსაზრებებით რომ იგივე 26 მაისის აღლუმი რომელიც გადადო ხელისუფლებამ იმ მოტივით რომ ოპოზიციასთან დაპირისპირებას მოერიდა გაჩნდა საპირისპირო მოსაზრებაც რომ ჯარში არ არის ვთქვათ არსებობს ისეთი პრობლემები რის გამოც ხელისუფლება მოერიდა მათ რუსთაველის გამზირზე გამოყვანას რამდენად რეალურია ეს ეჭვი მე მგონი ყველა ხედავს რომ ხელისუფლება მოერიდა არა მხოლოდ ჯარის ნაწილების, არამედ პოლიციის მაქსიმალურ ჩარევასაც იმ სიტუაციაში, რომელიც დღეს ვითარდება თბილისის ქუჩებში, ამიტომ აქ ჯარის თალკე გამოყოფა არ იქნება მართებული, ჯარი არის მოწოდების სიმაღლეზე დღეს და ჯარი არის დაკავებული თავისი უშუალო საქმიანობით, ის ყოველდღიურ რეჟიმში ემზადება ყოველდღიურად არსებული ძალიან ახლო მიმართულებიდან საფრთხის მოსაგერებლად. კარგი, ბატონო გივი და ბოლო კითხვა ისევ სპეცოპერაციას დაუბრუნდები თუ მიიღო ვინმე ეს დაწესებული ჯილდო, ანუ როგორ მოხდა მათი ადგილსამყოფელის დადგენა იმ სამი ეჭვმიტანილის რომლებიც დააკავეს სპეცოპერაციის შედეგად. მე მინდა გითხრათ რომ ეს მათი ადგილსამყოფელის დადგენა მოხერხდა სწორედ იმ 14 თუ 15 ადამიანის დაკითხვების შედეგად რომელთა დაკითხვების გამოც ამდენი ყაყანი იყო ატეხილი. სწორედ ამ ადამიანების დაკითხვების შედეგად მოხერხდა ადგილსამყოფელის დადგენა. კარგი, ანუ თანხა მიიღო, თქვა 200.000 იყო ჯილდო და 50.000 ამირიძეზე და კრიალაშვილზე. არა, ეს იყო პოლიციის შედეგად განხორციელებული დაკავება, ამიტომ ამ შემთხვევაში პოლიციელებმა შეასრულეს უბრალოდ თავისი საქმე და აქ თქვა თან ანუ ინფორმაცია კონკრეტული მათ ადგილსამყოფელზე არავის არ მიუწოდებია. დიახ. კარგი, დიდი მადლობა ბატონო გივი. თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს მუხროვანის ამბოხის დეტალებზე. უკვე რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენებს ხელისუფლების სახელით, დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია უკვე პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, საღამომშვიდობისა ბატონო ნიკა. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და თქვენთან საუბარს ბუნებრივია დავიწყებ უკვე ამ მოვლენებით, უკვე თვეზე მეტი აქციები მიმდინარეობს თქვა დედაქალაქში და თქვა როგორც თავრობის ხელმძღვანელი, ასე თქვა პირველად ხართ პირდაპირ ეთერში და სტუდიაში სტუმრად. თუმცა ხშირად გხედავთ შეხვედრებზე, სადაც სულ საუბრობთ იმაზე, რომ მთავრობა შეძლებს დაძლიოს არსებული პრობლემები. არაერთი მსგავსი განცხადება მოგვისმენია თქვენი მხრიდან. ამ დროს უკეთება განცხადებები, რომ პოლიტიკა ეკონომიკაზე გარკვეულწილად აისახება. ანუ რას გულისხმობთ, რომ მთავრობა შეძლებს ამ პრობლემების დაძლევას, თუნდაც იმფოზე, რომ საუბარია უკვე რომ აპრილში 500.000-ით გაირღვა თქვა ბიუჯეტი. და თუ არ ვცდების პირველი შემთხვევა თქვენი მთავრობის პირველი მოგესალმებით და მადლობა. საკუთრელი კითხვა გამომიგეს. მადლობთ სტუდიაში მოწვევისთვის, ასევე მინდა შეგისურვოთ, რომ ეს არის ჩემი პირველი პირდაპირ ეთერი. გულისხმობ აქციების შემდეგ, ჩემი პირველი გადაცემის პირველი სტუმარი. კი ბატონო, მე გულისხმობ რაც აქციები დაიწყო. რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას და რაც შეეხება პოლიტიკის და ეკონომიკის ურთიერთგადაჭერჭობას. რა თქმა უნდა, ის რომ გითხრათ, რომ დედაქალაქის ცენტრში ცენტრალური ქუჩის გადაკეთვა ეს როგორმე შეიძლება დადებითად აისახოს ეკონომიკაზე, ეს იქნება სრული ტყუილი და რა თქმა უნდა ეს არც არ იქნება. რა თქმა უნდა ამას აქვს უარყოფითი შედეგი, ამას აქვს შედეგი უარყოფითი სხვადასხვა მიზეზების გამო, ინვესტორის თვალიდან აქვს ამას უარყოფითი შედეგი, რომელიც არ იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩადოს ფული ქვეყანაში, ბიზნესმენის თვალთახედვიდან აქვს ამას უარყოფითი შედეგი, რომელიც არ იღებს გადაწყვეტილებას და გადადებს გადაწყვეტილების მიღებას, რომ გააფართოს თუნდაც ბიზნესი, ამას უარყოფითი შედეგი ასევე ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, რომელიც უბრალოდ არ ყიდულობს იმას, ან მანქანა იქნება ეს თუ ავეჯი იქნება თუ რაიმე სხვა, რომელიც კიდევ მას უნდა. ჯამში ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გარკვეული უარყოფითი შედეგი ეკონომიკაზე აქვს. გასაგებია ნიკა, მაგრამ აქედან გამომდინარე უნდა კითხოთ, მაშინ რა იწვევს ასე ვთქვათ თქვენს ოპტიმიზმს თუ შეიძლება ესე დავარქოთ, მე თქვენ გუშინაც განაცხადეთ, რომ შემოსავლები იზრდება, დღეს ამბობდით, რომ ინვესტიციები და ვთქვათ ბიზნეს გარემო მაინც უმჯობესდება, მაშინ როგორ? სწორი ინტერპრეტაცია სხვანაირი იქნებოდა. პირველ რიგში გითხრათ, რომ პირველი კვარტალი იყო მართლაც კარგი, დადებითი. პირველი კვარტალის მონაცემები ყოველ თვე გასულ თვეს ჯობდა და პირველი კვარტალის მონაცემებით მართლაც საკმაოდ დიდი წინსვლა იყო ეკონომიკურ. თუმცა აპრილი და მაისის შედეგები არის უარყოფითი, ანუ ვარდნა არის გარკვეულწილად ეკონომიკური აქტივობის და შესაბამისად ამას გარკვეული ახალი სტიმული სჭირდება ეკონომიკას. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ახალ სტიმულირების პაკეტზე, რომელიც უახლოეს დღეებში ჩვენ განუცხადებთ საზოგადოებას. ანუ რას ნიშნავს ეს რამ დეტალი შეგიძლიათ ეხლა და კონკრეტულად? თქვა თუნდაც აი ერთ დეტალი. ანუ თითოეულ ადამიანს რამდენად შეეხება თქვა ეს თუ მხოლოდ ერთი დეტალი არის მაგალითად ესეთი, რომ დღეს თუნდაც საბანკო სექტორია საკმაოდ ჯანმრთელი, საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს, თანხებიც აქვს, თუმცა
კრედიტის გაცემას, ასე ვთქვათ, საკრედიტო პორტფელს არ ზრდის და ერიდება გარკვეული თუნდაც აი ამ მიმდინარე მოვლენების გამო კრედიტის გაცემას. ჩვენ შევთავაზობთ საბანკო სექტორს და ბიზნესაც დამატებითი მოტივაციას, დამატებით სტიმულირებას იმისათვის, რომ საკრედიტო პორტფელები გაიზარდოს უახლოეს მომავალში და თქვათ აი ესეც იქნება გარკვეული ერთ-ერთი მიმართულება. ჩვენ ამაზე მუშაობთ, რამოდენიმე სხვადასხვა მიმართულებაა. ჩვენ ვხვდებით როგორც ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე ბანკების წარმომადგენლებს და მომავალ კვირის ბოლოსთვის ალბათ ჩვენ უკვე ჩამოყალიბებული გვექნება საბოლოო დამატების სტიმულების პაკეტი. გარდა ამისა, ბატონიკა, აი ამავე პაკეტში უკაცრავად მე შეგეკითხო თქვენ ბანკები და რახან კრედიტები და საკრედიტო ასე ვთქვათ პორტფელები ახსენეთ. სულ იყო ეს თემა თქვენ წერილითაც მოგმართეს, თუ არ ვცდები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა ამ კრედიტების გადავადებაზე ან მთავრობას და ხელისუფლებას ხოვდნენ მისი დაფარვას ვთქვათ და დახმარებას. შესაძლებელია ეს ნაბიჯი გადაიზარდოს? გაკეთდა ამაზე არაერთი განცხადება, მაგრამ ბოლოს ისევ მოგმართეს. არ არის შესაძლებელი, ესეთი რამე არ გაკეთდება და ვერ გაკეთდება. ეს არის ბიზნესსა და კერძო სექტორსა და ბანკებს შორის ურთიერთობის საკითხი. ასეთ ამ საკითხში სწორედ მთავრობა არ შეიძლება. მე მაგალითად გულისხმობდი რას? მე მაგალითად გულისხმობ, რომ გარკვეულწილად შეიძლება შემცირდეს რეგულაციის სიმკაცრე. ეხლა ძალზედ მკაცრი რეგულაციაა საბანკო სექტორს და შეიძლება შემცირდეს გარკვეულწილად სიმკაცრე ამ რეგულაციის, იმიტომ რომ დამატებითი მოტივაცია მიეცეს თქვათ საბანკო სექტორს, რომ დამატებითი სესხები გასცეს. აი ესეთი მიდგომას მე გულისხმობ და არა იმას, რომ აი უხეშ ჩარევას მთავრობისა და სახელმწიფოს საბანკო სექტორსა და კერძო სექტორის ურთიერთობის შორის. ეს არის გამორიცხული ესეთი რამე პირიქით დაუყავს ქოქეს ეკონომიკას. კარგი, ბატონიკა, თქვენ ასე ვთქვათ დაადანაშაულეთ თუ შეიძლება ესე ითქვას ოპონენტები იმაში, რომ თქვათ, როდესაც აქციები მიმდინარეობს, მე შემდეგ ეს ყველაფერი ახდენს ეკონომიკაზე გავლენას, თუმცა ალბათ მთავარი ამას არაფერი დადანაშაულება რომ და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ რა თქმა უნდა ეკონომიკური გადაწყვეტილებები არ მიიღება, როდესაც ნებისმიერ ქვეყანაში, რამაც საქართველოს ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც ესეთი პოლიტიკური კარგით, მაგრამ მე გულისხმობ, რომ ბიზნეს გარემო შექმნა, არ ვთქვათ იგივე მთავრობის უშუალო მოვალეობა, რაზეც თქვენ ახალგაზრდასაც საუბრეთ. დიალოგის დაწყება გარანტიას ვიძლევი, რომ დიალოგის დაწყება აუცილებლად ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის გაზრდას. სინამდვილეში, აი გარკვეული ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მინდა ვთქვა, რომ მართლაც გაზრდილია აი ყოველდღიური მონაცემები, ჩვენ გვაქვს ყოველდღიური მონაცემები და აი გარკვეული პულსი ეკონომიკის გვიჭირავს ყოველდღიურად, თუ რა ხდება, ყველა ტრანზაქცია, თქვათ, რამდენი ტრანზაქცია მოხდა, თქვათ, ბინების გაყიდვა, ყიდვის თვალსაზრისით, ავტომობილების, არა მარტო გადასახადების ნაწილზეა კონცენტრირებული ეკონომიკური, ასე ვთქვათ, ანალიზი, არამედ გადასახადებზეც, განბაჟებაზეც, დღეგის დაბრუნებაზეც, რომელიც გვაჩვენებს ექსპორტს, სხვადასხვა მიმართულებებზე აბსოლუტურად. ხო და შემდეგ აი ამ ყველა მიმართულების მიხედვით გარკვეული გამოსწორება აპრილთან და მაისის პირველ ორკვირასთან შედარებით არის ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა ამის გარდა ჩვენ უახლოეს მომავალში რა თქმა უნდა შევთავაზოთ დამატებით აი ამ სტიმულირების პაკეტს. გარდა ამისა მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც ხდება, ჩვენ აუცილებლად შევავთ პარლამენტში ბიუჯეტის ცვლილებებით, რომელიც იქნება სწორედ კითხავთ, რომ პარლამენტში, რომელიც ამჟამად დაგეგმილია, მთავრობა აღარ ზის თავის შენობაში. პარლამენტში როცა გააახლეს პარლამენტი ფუნქციონირებას და მუშაობას სრულ რეჟიმში, ჩვენ უკვე ვამთავრებთ, ჯერ არ დაგვიმთავრებია, ვამსრულებთ ბიუჯეტზე მუშაობას, რომელიც იქნება განახლებული და რომელიც იქნება გაზრდილი. მე მინდა უბრალოდ იმედები გაუცრო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც რატომღაც ჩემთვის გაუგებარია, რატომღაც აქვს სურვილი, რომ პირიქით პრობლემები, ეკონომიკური პრობლემები შეექმნას მთავრობას და ბიუჯეტში შეექმნას პრობლემები. არა, ესე არ იქნება პირიქით, ჩვენ შევალთ პარლამენტში უკვე მზად გვაქვს და ვამთავრებთ, რომლის მიხედვითაც პარამეტრები ყველა მხარეს იქნება გაზრდილი, პირიქით ეს ბიუჯეტი იქნება კიდევ უფრო მორგებული მოსახლეობაზე, დამატებითი პაკეტი იქნება აქ დაფინანსების ადგილობრივი ინფრასტრუქტურის, როგორც წყლების, ასევე კანალიზაციის, ასევე გზების, ასევე სხვა მიმართულებებითაც დამატებით თანხები იქნება ჩადებული სწორედ დაახლოებით 50 მილიონზე მეტი ლარი იქნება მხოლოდ დამატებითი ინფრასტრუქტურულ ნაწილზე. გასაგებია ბატონიკა, მაგრამ მე იცით რატო კითხეთ, როდის და პარლამენტი დაკეთდა, თქვენ მითხარით, როდესაც გაიხსნება, მაგრამ იგივე ოპოზიციამ უკვე შეიტანა 26 ივნისამდე, ვთქვათ, გადაწევა მოითხოვა აქციების და შეტყობინება შეიტანა მერიაში, ანუ შესაძლოა კიდევ ერთი თვე, მაშინ პარლამენტმა ვერ იმუშაოს, რადგან აქციების ფონზე უკან საკანონმდებლო ორგანო არ იხსნება. ანუ ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ კონკრეტული ადამიანები ვიზეს თუნდაც თქვენ ახლა საუბრობთ ზარალდება ამ მოდიში, მაგრამ აქ სად არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და არა მხოლოდ ოპოზიციის? რა თქმა უნდა, მე მაქვს იმედი, რომ ეს დიალოგი, რომელიც ჩვენს მიერ არის შეთავაზებული, რომელიც წამოვიდა ოპოზიცია გარკვეულწილად გაგრძელდება და ეს
დადებითი დასრულდება, თუმცა გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ საქმიანობას ვაგრძელებთ, ჩვენ საქმიანობას პირიქით უფრო აქტიურ რეჟიმში ყავს გადაყვანილი, იმიტომ რომ აი ამ მდგომარეობიდან გამომდინარე უფრო მეტი მოგვეთხოვება და უფრო მეტს ვაკეთებთ და შესაბამისად აქედან გამომდინარეა სწორედ რომ ჩვენ საკმაოდ ესეთი ექსტრაორდინარულ პაკეტს შევთავაზებთ სტიმულირების, გარდა ამისა, კიდევ ერთხელ მიუხედავთ აი ამ ეკონომიკური პრობლემებისა, გარკვეული პრობლემების, რომელიც სწორედ ეხლა შეიქმნა აი აპრილი-მაისის მოვლენების გამო, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვექნება გაზრდილი ბიუჯეტი და ეს გაზრდილი ბიუჯეტი სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ ასევე დამსახურება არის დონორების, რომლებიც გვიორმაგებენ საბიუჯეტო დახმარებას. როგორც სოფლიო ბანკი, ასე აზიის განვითარების ბანკი და შესაბამისად ეს თანხები დასახული იქნება ბიუჯეტში. რადგან ეს თანხები ახსენეთ, რამდენიმე დღის წინ იყო გუშინ თუ გუშინწი თუ არ ვცდები, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ვთქვათ იმ ამერიკის 1 მილიარდიანი დახმარებიდან კიდევ ერთი ტრანში წამოვიდა 53 მილიონზე იყო თუ არ ვცდები საუბარი, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას უნდა მოხმარდეს, მაგრამ მანამდე იყო უფრო ეკონომიკურ პროექტებზე, მაგრამ ამაზე სულ არის პრეტენზიები მთავრობის და ხელისუფლების მისამართით, რომ ეს თანხები იხარჯება ვთქვათ ხელფასებზე, სოციალურ დაზღვევებზე და არა კონკრეტული პროექტების მისამართით, რაზეც არის გამოყოფილი. ანუ გეგმავს მთავრობა რაიმე დეტალური ანგარიში ამ თანხის ხარჯვის გამოაქვეყნოს. ამის დეტალური ანგარიში მე მინდა გითხრათ, რომ ყოველ თქვენგან შეუძლია შევიდეს ინტერნეტ გვერდზე ფინანსთა სამინისტროსი და ნებისმიერ დროს შეუძლია ნახოს თუ დეტალურად 4.5 მილიარდი დოლარიდან, რომელიც გამოყოფილი, რომელიც აღუთქვა დონორებმა საქართველოს. აქედან რამდენზეა ხელი მოწერილი უკვე, რამდენი თანხა მიღებული, ეს თანხები სად არის დახარჯული და ყველა ამ დეტალური ინფორმაცია თქვენ ნებისმიერ ადამიანს შეუძლიათ ნახოს ნებისმიერ დროს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე. კარგი, ეხლა რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებზე, მინდა გითხოთ და როგორ იქნება ხელისუფლების პასუხი ამ ყველაფერზე, ვთქვათ, კეთდება განცხადებები, რომ შესაძლოა ოპოზიციამ დაიწყოს იგივე რკინიგზის, რაზეც რკინიგზის დეპარტამენტშიც ჩატარდა, ვთქვათ, პრესკონფერენცია და ითქვა, რომ ამ განცხადებების გამო ზარალი მიადგა, რაღაც გადაზიდვები, ვთქვათ, შემცირდა, მაგრამ შესაძლოა გადაიკეტოს რკინიგზა, აეროპორტი, საუბარია ბლოკირებამ დაწესებულებების, ვთქვათ, და სახელმწიფო ობიექტების, რას უპასუხებს ხელისუფლება და რა იქნება, ვთქვათ, მთავრობის სტრატეგია ამ შემთხვევაში მისცემს ვთქვათ უფლებას რომ გადაიკეტოს ესეთი სტრატეგიული ობიექტები. თუ საუბარია რომ მხოლოდ განცხადებებმა აზარალა ეს ჩვენ აუცილებლად ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში. თუმცა კიდევ ერთხელ ასეთი ნაბიჯების გადადგმა არა მთავრობას აზარალებს, არა ოპოზიციას აზარალებს, არამედ ქვეყანას აზარალებს, უბრალოდ მოსახლეობას აზარალებს. მოსახლეობისთვის არის ცუდი. აქ მე არ ვამბობ, რომ მთავრობისთვის კარგია რაიმე პოლიტიკურად მომგებიანია რომელიმისთვის. არა. ეს აზარალებს მოსახლეობას ყოველდღიურ მათ საქმიანობაში, უბრალოდ იმის გამო, რომ ამის გამო ვერ იქნება ახალი სამუშაო ადგილები, არ იდება ფული ქვეყანაში, არ ხდება ბიზნეს აქტივობის გააქტიურება, შესაბამისად ზოგი სამუშაო ადგილი კარგება, ზოგი ახალი სამუშაო ადგილი ვერ იქნება. ეს არის ერთადერთი შედეგი, რაც ჩვენ ამისგან შეიძლება მივიღოთ, ქვეყანამ მიიღოს აი ესეთი. გასაგებია, მაგრამ ამაზე სულ ამბობ, რომ ეს ხელისუფლება ამ განცხადებებს იმიტომ აკეთებს და ვთქვათ, აპელირებს ამით, რომ ვთქვათ, მოსახლეობაში გამოიწვიოს პროტესტი ამ აქციების წინააღმდეგ, რასაც ხდება ეხლა ადგილი. არ არის აუცილებელი რომ რაღაც მოსახლეობის ანუ მუდმივად დააჯეროს მოქალაქეები ჩვენი, რომ ვთქვათ, იგივე ამ აქციების გამო შესაძლოა რაღაც ეკონომიკური ზარალი მიადგეს და თითოეულ მათგანზე აისახოს. ამას არანაირი ტელევიზიიდან დამატებითი თქმა არ ჭირდება. ნებისმიერი მოსახლე, ნებისმიერი მოქალაქე დღეს აღიქვას ამას თავის თავზე ძალიან მარტივად და ამას არანაირი დამატებითი თქმა მოსახლეობის არ ჭირდება. ყველა კარგად მოაზროვნე პიროვნება ამას ხვდება. კარგი, და რკინიგზის თემა მინდა ამოვწორო, როდესაც თქვენ დღეს იყავით ჩვენი სტუმარი ტყვა ანონსი, როდესაც ვიხილეს, ვთხოვეს რომ ესეთი კითხვას დაგვესვამთ, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა, იგივე როდესაც საუბარია რომ განცხადებებით, სკეთებით ზარალდება, ვთქვათ, რკინიგზა და გადაზიდვები მცირდება, იყო საუბარი რომ იგივე ფოთის ერთ-ერთ ტერმინალში, საკონტეინერო ტერმინალში, ვთქვათ, შეჩერებულია გერმანული და ფრანგული ტვირთების გადაზიდვა ხელოვნურად ხელისუფლების მიერ და ისინი ურჩევენ მათ რომ, ვთქვათ, სხვა დერეფანი აირჩიონ და არა და საუბარია ნატოს ტვირთების გადაზიდვაზე, რომელზეც ვთქვათ, შეთანხმება შემდგარია საქართველოსა და არ არის ეს აქ სახელმწიფო არაფერ შუაშია, კერძო სექტორში. არ იყო საუბარი რომ რკინიგზის დეპარტამენტმა განუცხადა ეს. კერძო სექტორში აქ გარკვეული პრობლემები შეიძლება, თუმცა მინდა გითხრათ რომ მე ძალიან ხშირად, ყოველდღიურად სხვადასხვა ბიზნესმენებს, მაგრამ სადაც თვეში, ორ თვეში ერთხელ ბიზნესმენთა ასოციაციას გარკვეულ წრეს დიდ ხვდები აუცილებლად და მათგან ვიღებ პირველად ინფორმაციას იმ გარკვეულ კითხვის ნიშნებს, კითხვებს, რომლებიც მათ აწუხებთ. ერთ-ერთი კითხვა სხვა შორის წინა შეხვედრაზე, რომელიც გუშინ მქონდა, სწორედ ეს იყო და გავარკვევ და აუცილებლად უპასუხებ მათ. ანუ ჯერ დეტალები თქვენ ცნობილი არ არის?
კარგით, ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოში კრიზისმა შესაძლოა პიკს მიაღწიოს შემოდგომაზე. არ ვიცი, ამაში დამეთახმებით თუ არა და თქვენი გათვლები როგორია, ასე ვთქვათ, პრემიერ-მინისტრის და აქვე მინდა გითხოთ, რომ თითოეულ სახელმწიფოს რეალურად მოქმედი ანტიკრიზისული გეგმა უნდა გააჩნდეს, გააჩნია თუ არა ჩვენს მთავრობას, ვთქვათ, სტრატეგია კონკრეტული. ჩვენ ძალიან კარგად როგორ უნდა იმოქმედოს ამ კრიზისის დროს? ძალიან კარგად ხედავთ ეხლა რომ ნებისმიერ ამ რეგიონში არსებობს სხვა ქვეყანას, სხვა სახელმწიფოს ბევრჯერ და ბევრად უფრო მეტი ეკონომიკური პრობლემა აქვს და ეს სხვადასხვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დოკუმენტებში ჩანს ძალიან კაფიოდ აღნიშნულია, რომ რეგიონში დღესდღეობით ყველაზე კარგი და სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა სწორედ საქართველოში. მიუხედავად ორი არჩევნების გასულ წელს აგვისტოს ომისა და ანექსიისა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის, მსოფლიო ფინანსური კრიზისისა და პოლიტიკური აქციების, რომელიც დღესაც მიმდინარეობს საქართველოში. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკა არის ბევრად უფრო სტაბილური მდგომარეობაში, ვიდრე ჩვენი რეგიონში არსებული ყველა სხვა ქვეყანა. ამას მინდა ხაზი გავუსვა. რატო? ამას აქვს თავისი მიზეზი, თავისი ახსნა. ზოგი ეკონომიკა დამოკიდებულია მოხმარებაზე, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები, ზოგი ქვეყანა დამოკიდებულია ექსპორტზე, მაგალითად იაპონია, ჩინეთი. ქვეყნების რაღაც ნაწილი დამოკიდებულია უცხოურ შემოდინებებზე. ეს ქვეყნები არის აღმოსავლეთ ევროპა, უკრაინა, ბალტიისპირეთი, თურქეთი, საქართველო და სხვა ასე შემდეგ. როდესაც საერთაშორისო საფინანსო კრიზისი მოხდა, ეს უცხოური საერთაშორისო შედინებები იმდენად შესუსტდა ამ ქვეყნებში, რომ მათ ეკონომიკას სერიოზული პრობლემა გაუჩნდა. მათ შორის საქართველოსაც, საქართველოს შემთხვევაშიც კერძო საერთაშორისო შემოდინებები შემცირდა. თუმცა ჩვენ ასე ვთქვათ, ნაკლებად ვიდრე სხვა ქვეყნებში. გეტყვით ახლა, თუმცა აი ჩვენ შემთხვევაში დონორების თანხებმა იმატა, აი სწორედ ბრუსელის კონფერენციის გამო და 4.5 მილიარდი დოლარი საქართველოს ეკონომიკისთვის, რომელიც 12 მილიარდ დოლარიანი ეკონომიკა არის საკმაოდ დიდი თანხა და შესაბამისად დონორების შემოდინებებმა, დონორების თანხებმა გაიზარდა და დააბალანსა გარკვეულწილად კერძო უცხოური შემოდინებების შემცირება. ეხლა რა ხდება? ინვესტორები არიან, მაგრამ გარკვეულწილად შეშინებულები არიან ინვესტორები, აი ამ საერთაშორისო ეკონომიკურ კრიზისით და ისინი მათ აქვთ თანხები, მაგრამ ისინი უყურებენ მოვლენების განვითარებას. და ამ შემთხვევაში საქართველოს კიდევ ერთხელ მიიქცია მათი ყურადღება, იმიტომ რომ მათ ურჩევნიათ, რომ დონორთან ერთად შემოვიდნენ და დააბანდონ ფული, ვიდრე დონორის გარეშე და მარტო აიღონ რისკი და თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ჩადონ ფული. ამას ჩვენ ახლა ვხედავთ რეალურად. რა თქმა უნდა, აი ამ ბოლო თვის მოვლენებმა ამას გარკვეულწილად ხელი შეუშალა, თუმცა პირველ კვარტალში ამას ძალიან ნათლად ვხედავდით. ჩემი ვიზიტის დროს ლონდონში მე შევხვდი ძალიან ბევრ ინვესტორს, ყველასგან მათგან არის ძალიან სერიოზული დაინტერესება საქართველოს შემოსვლით და ერთ-ერთი მიზეზი სწორედ არის ეს, დავამთავრებ თუ შეიძლება, სწორედ არის ეს, რომ ისინი ხედავენ, რომ მათ რისკს გაინაწილებს დონორი ორგანიზაციები. დღეს რო აიღო თქვენ მსოფლიო ყველაზე მეტ დონორთა დახმარებას მოსახლეობაზე გადათვლით, ასე ვთქვათ, ეკონომიკაზე გადათვლით, იღებს სწორედ საქართველო. ეხლა აი სწორედ აი კითხვაზე გიპასუხებთ, რომ შემოდგომაზე იქნება პრობლემები. არა, პირიქით მე მინდა ვთქვა, რომ ეს ისე არ იქნება და ძალიან მარტივი მიზეზია, რატო პასუხობ მე ესე თავდაჯერებულად ამ კითხვას. რეალურად ბევრი ის დონორთა ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელება იწყება ახლა ზაფხულში და შემოდგომაზე. რატო? იმიტომ ჩირდება პროექტირება, ტენდერები, შერჩევა მშენებლების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს პროცესი ახლა ძალიან რთული პროცესია, იმიტომ რომ თქვათ დონორთა თავიანთი რა თქმა უნდა ისინი წესები აქვს გაწერილი, ეს პროცესი დასრულდა. ბევრ შემთხვევაში უკვე დაიწყო სამუშაოები, მარტში დაიწყო ბევრი სამუშაოები, გარდა ამისა ამინდის რა თქმა უნდა ხელს უშლიდა, თუნდაც საგზაო სამუშაოებზე, თუნდაც წყლის სამუშაოებზე. ძალიან ბევრი პროექტი ახლა ასე ვთქვათ ამოიქოქა და უმსხვილესი პროექტები დაიწყება სწორედ ზაფხულის ბოლოს შემოდგომაზე. შესაბამისად, ჩვენ პირიქით მივიღებთ მაღლა მზარდ ეკონომიკურ ნაბიჯებს, თუ რა თქმა უნდა პოლიტიკში და პოლიტიკური სიტუაცია გარკვეულწილად დაწყება. კარგი, დიდი მადლობა. პრემიერ-მინისტრის მთავრობის ხელმძღვანელის გათვლა და ასე ვთქვათ არის საკმაოდ ოპტიმისტური ზაფხულის თვალზე და შემდგომ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ პოლიტიკას სამწუხაროდ მიბმულია ეკონომიკური გადაწყვეტილებებიც. ანუ თუნდაც ფარავნის ჰესის მშენებლობა. რატო შემოვიდა თურქული კომპანია, მათ ნახევარი დაფინანსება სწორედ EBRD-სგან ჰქონდა და შესაბამისად აი ამ გადაწყვეტილებას EBRD-ს ახლა ღებულობს და ანალოგიური ჯგუფიც, მაგრამ უყურებენ აი ამ პოლიტიკურ მდგომარეობას. კარგი, და ბოლო უბრალოდ აი ძალიან მოკლე პასუხი გამოსცით ჩვენი შემდეგი ნაწილის სტუმარია შალვა ნათელაშვილი და დღეს ლეიბორისტებმა გამართეს ბრიფინგი და თქვეს, რომ აი ესეთი ბრალდება წაგიყენეს, რომ საქართველოს მთავრობა გეგოს რკინიგზის რუსებზე გასხვისება საქართველოს რკინიგზის. აბსურდია ესეთი. სიმართლე არის სწორად. არადასტურია.
უსაფრთხოებთ ამ ინფორმაციას. კარგით, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის საკმაოდ ოპტიმისტური გათვლები ეკონომიკური. ახლა რეკლამა და რეკლამის შემდეგ უკვე ჩვენი სტუმარი იქნება ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი. რატომ არ დგას თავად შალვა ნათელაშვილი რუსთაველის გამზირზე და რატომ არ გამოირჩევა პირველი ლეიბორისტი ჩვეული აქტიურობით? შეიკრიბა ხალხი პარლამენტის წინ სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით და ლეიბორისტ სულპარდა იქ არ მიდის. ეს ხო გამორიცხულია. რატომ გამოჩნდა შალვა ნათელაშვილი მხოლოდ 9 აპრილს და გიორგობას პარლამენტის წინ და რატომ არ დგას ის ოპოზიციური ფრონტის წინახაზზე? რადიკალიზმი თუ დიალოგი, რომელს ირჩევს სააკაშვილის მუდმივი მეტოქე? სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში ყოველგვარი საკონსტიტუციო კომისია, ყოველგვარი არჩევნები დამთავრდება ისევ მიშიზმის გამარჯვებით ქვეყანაში. შალვა ნათელაშვილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად პირდაპირ ეთერში საკუთარი პოზიციით. ჩემთვის არის პრინციპულად მიუღებელი ესე დაყოფა საპარლამენტო ან არასაპარლამენტო. ჯობია რომ ოპოზიციას კონდეს ერთი პირი. საპარლამენტო ოპოზიციის წევრი, რომელიც არც უმცირესობის წინადადებებს იწონებს. წინააღმდეგი ვართ საპარლამენტო ამ მოდელის, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი შეიძლება პრემიერ-მინისტრად მოგვივლინოს უვადოდ და დეპუტატი, რომელიც აქციების ორგანიზატორების გვერდით იდგა და დღეს აღარც მათი სტრატეგია მოსწონს. სამარცხინოდ მიმაჩნია მოიყვანო ხალხი, ერთი თვე აყვირო რუსთაველის მოედანს და შემდგომში ფარულად გაურიგდე ხელისუფლება. ვის გვერდით დგას დამოუკიდებელი დეპუტატი და რა პოზიცია უჭირავს ჯონდი ბაღათურიას, ქართული დასის ლიდერი დღეს პოზიციაში. ახლა ვიღებთ სცენას, როდესაც ირაკლი ოქროაშვილი შევარდა ბორდელში და უნდა დავარბიო მეძავი. პოლიტიკური კლიპი თუ მუსიკალური შარჟი ანდრი ჯოხაძე მორიგი ხმაურიანი პრეზენტაციისთვის ემზადება. ხაჯები მიდიან, ხაჯები არ მოდიან. ყოველს ჩვენი ვიჩოცხენი ნახეთნი და ხონიერი. ჩვენი სად ბედნიერი განა არის სადმე ერი. 21 საუკუნის ბედნიერი ერი. ხელისუფლება და პოზიცია ერთ კლიპში მუსიკოსის საზოგადოებრივი პროტესტი. ოპოზიციამ აქციები უნდა მომიწყოს და ხელისუფლება გამიბრაზდეს რაზე. რა რეაქციას ელოდება სიმღერის ავტორი პოლიტიკოსებისგან და რა შეფასებას ელის მსმენელისგან? ანდრი ჯოხაძე სტუმრად პოზიციაში. რეკლამის შემდეგ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვარ და ახლა წარმოგიდგენთ ჩემი გადაცემის კიდევ ერთ სტუმარს, ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჩაგორთვება პირდაპირ ეთერში. საღამო მშვიდობისა, ბატონო შალვა. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩემს გადაცემაში. დავიწყოთ იმით, რომ როგორ ბრძანდებით, იმიტომ რომ რაღაც თბილისში აქციები მიმდინარეობს უკვე თვეზე მეტია, ოპოზიცია აქტიურობს, თქვენი პარტიის წევრები გამოჩნდნენ აქციებზე, მაგრამ თქო სულ მხოლოდ ორჯერ იყავით რუსთაველის გამზირზე მისული. რითია გამოწვეული თქვენი არაჩვეულ ფორმაში აქტიურობა? მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით შიდა და გარე საქართველოს სული და გულით მიულოცო წმიდა ნიკოლოზობა, ყველას უსურვო გამარჯვება, ბედნიერება აყვავება, ჯანმრთელობა და ყველას უსურვო, რომ ერთჩვენიერ დილას, ერთჩვენიერ დღეს სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმისაგან გაწმენდილი და განთავისუფლებული გვენახოს ჩვენი ქვეყანა. რაც შეეხება რუსთაველის პროსპექტს და მიტინგების პროცესს, ნინო მე არ ვიცი თქვენ რამდენჯერ ხართ იქ რამყოფი? მე პირადად დავდიოდეთ, მე ხშირად ნახავდი. ჩვენ ვაშუქებთ და ჩემ მოვალეობა არ არის იქ ყოფნა, მაგრამ სულ ვადევნებ თვალს ბუნებრივია. როგორ? ყოველდღურად ვადევნებ თვალს ბუნებრივია, ჩემი იქ ყოფნა არ არის ვალდებულება, მე უნდა გავაშუქო ეს ყველაფერი. არა, მე ძალიან ხშირად ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად რუსთაველის პროსპექტზე, მათ შორის არა მარტო მთავარ ტრიბუნაზე, არამედ ყველაზე უმთავრეს ფლანგზე, რასაც ქვია ხალხი მისი უდიდებულესობა რუსთაველის პროსპექტზე, იქ მე მაქვს საუბარი ათასობით ადამიანთან, ძალიან ბევრს შეძლებს დაგვარათ ამ დღეების განმავლობაში გვერდში დაუდექით, ზოგს დავეხმარეთ, ზოგს სიტყვით, ზოგს ფაქტობრივი გვერდში დგომით და მე ძალიან მაინტერესებს აი ახლა რო ყავდა თქვენ პრემიერ-მინისტრი ბატონი გილაური მოწვეული, კარგი იყო გეკითხათ, სად აორთქლა მან და სააკაშვილმა ბოლო წლებში შემოსული 5 მილიარდი უცხოეთის დახმარება, გრანტი, კრედიტი, დონორი ორგანიზაციების ფულები, ეს არის მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ამერიკის დახმარება, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, იაპონიის დახმარება, ჰოლანდიის კრედიტი, სად აორთქლეს და თუნდაც აი ჩვენი გადაცემის განმავლობაში დარეკოს ერთმა ოჯახმა, ერთმა ინტელიგენტმა, ერთმა გლეხმა, ერთმა მუშამ, ერთმა უმუშევარმა და გვითხრას, რომ ამ მილიარდებიდან რაღაცა მიიღეს. აი ამაშია საქმე. ეს არის ქვეყნის უბედურება, რომ
ისტორიაში ახლა ნუ უარყოფთ რომ სულელი მეფეები, უნარო პრეზიდენტები, თავქარიანი ხელმძღვანელები არსებობდნენ, მაგრამ მათ ყავდათ გარემოცვა და გუნდი, რომელიც აბალანსებდა, აწონასწორებდა საშინაო და საგარეო პოლიტიკას და ქვეყნები კი არ იღუპებოდნენ, არამედ უფრო ძლიერდებოდნენ. ჩვენ ამაშიც არ გაგვიმართლა. შეხედეთ ჯერ თქვენი პირველი გამომსვლელი ბატონი ის რა ქვია, თარგამაძე, ხო, გივი. ხო, აბა ახლა ამ კაცს რომ საერთოდ სამსახურში რომელიმე ფირმა მიიღებს, ის ფირმა დაიხურება, არა თუ ის ქვეყანა. ამას სჭირდება პენსია, იმდენი პენსია, რაც დაუნიშნეს ჩვენს პენსიონერებს, მთელი ცხოვრება იმაზე უნდა იჯდეს. ამის სახელმწიფო ხელისუფლებაში მიშვება შეიძლება? ზუსტად ის ტექსტი გამახსენდა, როდესაც მე მომდევდნენ მოსაკლავად 7 ნოემბრის დღეებში შეერაღებული ჯგუფები ზუსტად ამ ტექსტით გამოდიოდა ბატონი გივი, რომ შალვა ნათელაშვილი ყოფილა კრემლის აგენტი თურმე და პუტინთან შეათანხმა სააკაშვილის რეჟიმის დამხობის გეგმა და ამიტომ მასზე ძებნა უნდა გამოცხადდეს და 25 წელი მიესაჯოს. აი როგორც მაშინ იყო მართალი ბატონი გივი და სააკაშვილი ჩემთან, ისე არიან მართლები ახლა გარდაცვლილი კრიალაშვილთან და იმ დაჭერილი ბიჭებთან, სამხედროებთან, რომლებიც ამათ ციხეებში არიან გამოკეტილი, მაგრამ მოვადრო, ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა და მე შემიძლია მათ წინასწარ უთხრა თავიანთი სახელი. ისინი ისტორიაში შევლენ როგორც საქართველოს დამშლელი, როგორც ქვეყნის ამრნევი, დამაქცევარნი, ტერიტორიების გამჩუქებელი, ეროვნული სიმდიდრის გამნიავებლები, უამრავი ახალგაზრდის, ძველგაზრდის, ჩვენი თანამოქალაქის დამღუპლევები, მკვლელები, დამრბევები, აი დღეს დამერიკა ზუსტად გამცემლიძის დედამ მოგეხსენებათ, ის პირდაპირ დაკლეს ეს ახალგაზრდა შესანიშნავი ბიჭი და მის მკვლელს ოფიციალური სტრუქტურის თანამშრომელს 2 წელს უსჯიან და იმასაც არა, მე მგონი და რამდენი ასეთი ბიჭი მოგვიკლეს, ვაზაგაშვილი, რობაქიძე, გირგულიანი და მშვენივრად გახსოვთ ყველას და ტელემაყურებელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო პრინც ჰერცოგის მკვლელობის გამო სარაევოში, ხო? და ჩვენ რამდენი პრინცი მოგვიკლა სააკაშვილმა ტერიტორიების 20% დაგვაკარგია. ამას ვინ აპატიებს? რომც არ იყოს არანაირი მიტინგი, რომც არ იყოს არანაირი კარავი, რომც არ იყოს არანაირი ლეიბორისტული პარტია, ნათელაშვილის ხო ოპოზიციური პარტიები და არაფერს არ ვამბობდეთ, ის ისტორიის წინააღმდეგობაში მოვიდა. ისტორია გასცეს და გადაუვიდა. მაგრამ მე მაინც მინდა მიმდინარე მოვლენებს დაუბრუნდე, და იგივე ოპოზიციის გეგმებზე მაინც კითხოთ, იმიტომ რომ სწორედ ოპოზიცია მოითხოვს პრეზიდენტის გადადგომას დღეს ეს ოპოზიციის ნაწილი, რომლებიც აქციის ორგანიზატორები არიან. ცოტა მძიმედ მკითხეთ რა, ძალიან ცუდი ისმენადობა მაპატიეთ. კარგით, ვუბრუნდები დღევანდელ მოვლენებს და მინდა უბრალოდ კითხოთ, რომ თქვენ როგორც ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ, სტაჟიანი და გამოცდილი ლიდერი, როგორ აფასებთ, რამდენად ამართლებს ვთქვათ, თვეზე მეტი ეს აქციები მიმდინარეობს ოპოზიციის სტრატეგია და რამდენად მიუახლოვდა, ან უახლოვდება ვთქვათ, აქციების ორგანიზატორები და რადიკალური ნაწილი საკუთარ მიზანს. ძალიან სუდად გავიგე შეკითხვა, ნუ პრაქტიკულად ოპოზიციაზე მეკითხებით რაღაცას თუ არ ვცდები, ხო? სტრატეგიას იწონებთ თუ არა მიმდინარე მოვლენების და ოპოზიციის და რამდენად უახლოვდება ის ვთქვათ საკუთარ მიზანს, რაც არის მათი მთავარი მოთხოვნა. ანუ თქვენ როგორც სტაჟიანი ლიდერი, როგორ შეაფასებთ ამას? ხო, გასაგებია. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩვენ არა გვაქვს ორდინალურ პიროვნებასთან და ორდინალურ რეჟიმთან საქმე. ეს არის ყველაზე საშინელი და უკანასკნელი დიქტატურა სააკაშვილის რეჟიმი ევროპის კონტინენტზე, მას შემდეგ რაც საბერძნეთში დაამხეს შავი პოლკოვნიკების რეჟიმი, მოგეხსენებათ 70-იან წლებში, მას შემდეგ რაც დაემხო პორტუგალიაში კაეტანუს დიქტატურა, მას შემდეგ რაც უკანასკნელი დიქტატურის კუნძულები იქნა განეიტრალიზებული და განივთებული დემოკრატიასთან, აი მოევლინა ევროპას სააკაშვილი როგორც პრობლემა, დიქტატორი, ერთპარტიული რეჟიმით, დანაშაულებრივი საშინაო საგარეო პოლიტიკით, დანაშაულებრივი სოციალური პოლიტიკით. გეკითხათ ერთი ამ გილაურისთვის, ამდენი მევალეები რო არიან, საბანკო პროცენტების გამო ბინებიდან რო ასახლებენ ხალხს, აპირებენ თუ არა იმ მილიარდებიდან ამ თანხების დაფარვას. გასაგებია ბატონშავა, მაგრამ მე ოპოზიციის სტრატეგიაზე გითხრა და იცით რა, თქვენც ოპოზიციის ლიდერი ხართ და მოდით მე მინდა რომ უფრო საქმიანი საუბარიც მოვასწროთ თქვენთან რომ მიდის, უბრალოდ მინდა გითხოთ. შემოთავაზებული არის დიალოგი და ჩვენ ოპოზიციასთან გვადავოთ ამ გადაცემაში, ეს არ გამოვა. არა, საერთოდ არა, ბატონშავა. მე მინდა არა, მე უბრალოდ თქვენს მოსაზრებას გეკითხებით, დამასრულებინეთ შეკითხვა და მიხვდებით რას გეკითხებით. შემოთავაზებულია დიალოგი ხელისუფლების მხრიდან და არსებობს ერთი ეს გზა, მეორე რადიკალიზაციის, თქვა თქვენ შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტების ლიდერი. ემხრობით თუ არა დიალოგის გზას, იგივე თქვენი არც ერთი წარმომადგენელი იმ შეხვედრაზე არ ყოფილა. რატომ? იმიტომ რომ უარს ამბობთ, თქვა თუ იმიტომ რომ არ დაგპატიჟათ არავინ თქვა ხელისუფლებიდან.
რაც შეეხება დიალოგის საკითხებს, პირველად დიალოგის თემაზე ბატონი მიხეილ სააკაშვილი მომადგა 2003 წლის დეკემბერში თავისი ფეხით, თავისი ბიძის თანხლებით ბატონი ალასანი ახლდა, აი აქ, აი ამ კაბინეტში, სადაც ჩვენ ვზივართ, 2003 წლის დეკემბერი გახლდათ, უკვე რევოლუციის ბელადი და უკვე პრეზიდენტი და მან სასტიკი უარი მიიღო ჩემგან დიალოგის იმ წესებზე, რასაც ის არის დაჩეული, მხედველობაში არის მართვადი ოპოზიციონერობა, მხედველობაში არის ის რა ქვია გადმოგდება ფუჭი დაპირებების და რეალური საქმეების არ გაკეთება და საკუთარი ძალაუფლების გამტკიცება ქვეყნის დასუსტების, გაღატაკებისა და მოტყუების ხარჯზე. ამიტომ ჩვენთან ეგეთ მცდელობას ადგილი არ ქონია ამის შემდეგ, არც ექნება. მაგრამ ალბათ იცნობთ იმ 5 პუნქტიან შეთავაზებას, ბატონო შავა და მე უბრალოდ მაინტერესებს იქ საუბარი გავაგრძელებ თქვენ კითხვაზე პასუხს ნინო, შემიძლია მე ურჩიო მხოლოდ ურჩიო ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ არანაირ დიალოგს სააკაშვილთან აზრი არ აქვს. ის არასოდეს თავისი ნებით არ დატოვებს ძალაუფლებას, თუ მთელი საქართველო არ დადგა გაძლების რეჟიმში, არ ჩადგა იმ საერთო ფერხულში, რასაც ქვია ქვეყნის გადარჩენა, აი ამ დანაშაულებრივი რეჟიმისაგან და დღეს ყველაზე დიდი მტერი არის საქართველოს ხელისუფლება საქართველოსათვის. სხვა მტრები სხვა რანგში არიან უკვე მეორე მესამე ადგილზე. აი ამ დიდი მტრიდან მოდის ყველა უბედურება. ასე ვთქვათ, მიზნის მისაღწევ გზას, ხო ბატონო შავა, ამას გულისხმობთ? მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა და სტრატეგია არის მიხეილ სააკაშვილის გადადგომა პრეზიდენტის პოსტიდან, დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნების და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, დემოკრატიული თვითმმართველობის არჩევა და მე ვიმეორებ და აი ეს ჩაიწერეთ თქვენს შესანიშნავ არქივში, შეიძლება ოდესმე დაგჭირდეს ამის ამოწევა, რომ სააკაშვილმა თავისი დანაშაულებრივი პოლიტიკით დაკარგა დღეის მდგომარეობით სამუდამოდ დაკარგა სამაჩაბლო და აფხაზეთი. ისევე დაკარგა, როგორც დაკარგულია ტაო-კლარჯეთი და საინგილო. თუ სააკაშვილი არ წავიდა დროზე, ის 9% იმედი ამ ტერიტორიების დაბრუნებისა, ასევე ჩაკვდება, მოკვდება და ეს ტერიტორიები მართლა სამუდამოდ დაიკარგება. მარტო მის გულში თუ დარჩა ცოტა რაღაც ქართული, ცოტა რაღაც ეროვნული, ცოტა რაღაც ადამიანური და ზნეობრივი, მარტო ამის გამო უნდა წავიდეს და მოგცეს საშუალება როგორმე რაღაცა საოცარი ტრიუკები გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ ტერიტორიების დაბრუნების შანსი ჩვენს მომავალ თაობას მაინც მიეცეს. ჩვენ თუ ამას ვერ მოესწრებით, თუმცა ღმერთთან მხრას რომ მოესწროთ, მაგრამ ვიმეორებ, დღევანდელი მდგომარეობით მიხეილ სააკაშვილმა და მისმა დანაშაულებრივმა რეჟიმმა დაკარგა სამაჩაბლო, დაკარგა აფხაზეთი და რომელ პრეზიდენტის პოსტზე დარჩენაზე მელაპარაკებიან ესენი, რა ინვესტორებზე მელაპარაკებიან ესენი, რა გზის გადაკეთებებზე საუბრობენ და რას ბჟუტურობენ ვიღაცების აგენტობაზე. ამაზე უარესი აგენტი საქართველოს არ ღირსებია. რუსული ფულით არ მოვიდა სააკაშვილი და გიორგი თარგამაძე. ბენდუკიძე რაფინა, რატომ აჩერებ ნინო? ხო, მე მინდა რომ კითხვები მინდა დავსვა ბატონო. თქვენ ხარ ბანო ჯავახიშვილი, რომელიც მან მიშაურის როლს ასრულებს და ალაითებს სერიოზულ თემებს. არა თქვენ ნინო ხართ. ამიტომ მაცალეთ. ყველაზე დიდი აგენტი, ყველაზე დამანგრეველი აგენტი, რაც საქართველოს ოდესმე ყოლია სააკაშვილის რეჟიმია. ისინი კრემლის ნაშობები არიან ბუშის ადმინისტრაციასთან ერთად. ანუ ორი მშობელი ყავთ, კრემლი და ბუშის ადმინისტრაცია. ისინი აფინანსებდნენ, სწორედ ბენდუკიძე აფინანსებდა, ის ებრალიძე აფინანსებდა, ეხლა რო შერისხეს. ის ტარიელონიანი იყო, მაგათი ძმაკაცი ზუსტად და მაგათი მეგობარი. ის მოსკოველი მილიარდელები რომლებიც დღეს ფლობენ საქართველოს ენერგეტიკას და რო ჩამოიყვანა ეს გენერალოვი, იმაში რა ქვია და აჩუქა ოქროს საბადოები, იმაში რა ქვია მარნეულში კვარციტი, ჩვენ ჩამოიყვანეთ, არაგვი რო გააჩუქა რუსებზე, არაგვი რო გაყიდა ბორბალოვსკიდან ჩვენს უნკანებამდე, რუსებზე რო გაყიდეს, ჩვენ გავყიდეთ, ჩვენა ვართ აგენტები, ხალხი და პოლიტიკოსები და ოპოზიცია. ეს არის ამათი გაკეთებული. ესენი არიან ყველაფრის გამყიდველები, ოღონდ კი საკუთარი სკამი შეინარჩუნონ. საქართველოს ამ სკამს მათ ძალიან მალე გამოუაცლის და დარჩებიან უსკამო და უთავო და სუჭკუით არ იქნებიან. თუმცა თავი აქვს თუ არა, ეს ძალიან საკითხავი ამბავია. კარგი, თუმცა როდესაც ამაზე საუბრობთ, მაინტერესებდა რა გზით ხედავდით ამას, მე ეს კითხვა დაგისვით, მაგრამ აქვე ახსენეთ თქვენ თვითმმართველობის არჩევნები და საპარლამენტო არჩევნები ზოგადად რომ უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში, თქვენ გულისხმობდით პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, მაგრამ
მე მაინტერესებს თქვა ხელისუფლებამ გარკვეული დათმობაზე წავიდა დანიშნა საპარლამენტო არჩევნები ან საუბარია იგივე თვითმმართველობის არჩევნებზე რომელიც შესაძლოა ვადაზე ადრე გაზაფხულზე გაიმართოს. ეყოლება ლეიბორისტებს საკუთარი კანდიდატურა და საერთოდ მიიღებს თქვა მსგავს არჩევნებში თუ ეს მოხდა გულისხმობ საპარლამენტოს და მე თვითმმართველობას ან პირიქით მონაწილეობას. ნინო მე კიდევ ერთხელ ბოდის გიხდით რომ შესაძლებელია თქვენი კითხვების პათოს გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო ზუსტად ვერა არ შეიძლება პათოსი ბატონშალო უბრალოდ მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. მესმის რომელიც შესაძლოა გაზაფხულზე გაიმართოს. მესმის არანაირ არჩევნებს საქართველოში აზრი არ აქვს. სწორად გამიგეთ. მე არ მალაპარაკებს სიძულვილი არც მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არც რომელიმე მის თანამებრძოლის მიმართ. პიროვნული სიძულვილი ეს არაქრისტიანული მოვლენაა და ამის გამო ღმერთმა დაგვიფაროს ყველა. ჩვენ გვალაპარაკებს სამშობლოს უდიდესი სიყვარული. თქვენ წარმოვიდგინეთ ახლა ერთი წუთით რომ გერმანელ ხალხს მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების და განადგურების შემდეგ ისევ ხმა მიეცა ჰიტლერისათვის და ნაციონალური სოციალისტური პარტიისათვის. დარჩებოდა რამე გერმანიისგან, გერმანია დაიშლებოდა 70 დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, როგორც ეს იყო მე-19 საუკუნეში და 70 პრეზიდენტი ეყოლებოდათ. ამას გააკეთებდნენ მოკავშირეები და გააკეთებდნენ სავსებით სწორად. თქვენ რა გონიათ ამ დამარცხების შემდეგ, როდესაც დავკარგეთ ორი უდიდესი რეგიონი, თავისი მოსახლეობით, თავისი მთავრებით, თავისი წინაპართა საფლავებით და სალოცავებით, ჩვენ ეს ვაპატიოთ სააკაშვილს და ის დავტოვოთ პრეზიდენტის პოსტზე, არ გაუჩნდებათ, მათ არ მოუვათ სხვა სახელმწიფოებს და არ წაეპოტინებიან ქვემოქართ, ჯავახეთს, აჭარას, საქართველოს სხვა რეგიონებს, პანკის და სხვა და სხვას. განაქმათ ცხოვრობენ ხალხს, არამედ სხვა მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც დღეს უკვე ერთმანეთთან დაფრინავენ, დადიან ალიანსებში არიან, ჩვენ ზუგს უკან მიდის მოლაპარაკებები და ზოგიერთმა ჩვენმა ისტორიულმა მეზობელმა ახლა გაიღვიძა და უკვე თვალი მადიანი თვალი უჭირავს ჩვენსკენ. აი ამაშია საქმე. აქ საუბარი არა იმაზე, რომ რომელი ოპოზიცია სიტყვა გავადა, რომელი აქცია და მიტინგი გაიმარჯვებს და ვინ დათმობს. აქ საუბარია იმ სამშობლოს გადარჩენაზე, რომელიც სამშობლოს სააკაშვილის ქვეყანაც არის, კაცო. ამ სამშობლომ არ აქცია სააკაშვილის პრეზიდენტად. ამ სამშობლომ არაშოვინა სააკაშვილის მილიარდები, ამ სამშობლომ არაყიდინა სააკაშვილის 70 მილიონად თვითმფრინავი ჩელენჯერი, ამ სამშობლოს ფულებით არ მოიარა მან და მის მოოჯახმა კარიბის ზღვის წყალქვეშა აკვატორია, ამ სამშობლოს ფულებით არ იშოვეს მოქალაქეთა კავშირის და იგივე ნაცმოძრაობის ლიდერებმა ედინბურგში, ლონდონში, პარიზში, ვენაში სასახლეები. თქვენივე მოსაზრებას და უყვარდეთ მათ და თუ გიყვართ ძმებო და ძმანო და დანო. ადექი და წადით, მოусვით დროზე, მოგვეცით საშუალება, თქვენი დაღუპული და უფსკულში გადაჭეხილი ქვეყანა ამოიყვანოთ სამშვიდობოზე და მერე ხალხი გადაწყვეტავს თქვენ შემდგომ ბედს და შეიძლება რაღაცა მომენტში კიდეც ვიღაცას მოენატროთ, თუმცა მიამისი ძალიან ეჭვმეპარება. კარგით, ბოლო კითხვა და შედარებით მოკლე პასუხი. ბატონ შალვა, როგორია თქვენი ლეიბორისტების და პირადად თქვენი შალვა ნათელაშვილის გეგმა, ვთქვათ, აი ამ დღეებში, იგივე რაღაც თვეებში, არ ვიცი ეს რა ვადებზეა საუბარი, მაგრამ იმისათვის რომ როგორც თქვენ ამბობთ, ვთქვათ, შესრულდეს ოპოზიციის მოთხოვნა და ვთქვათ ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს, რაც არის თქვენი თავარი მოთხოვნა და იმ ოპოზიციის, ვთქვათ, რომელიც აქციებს მართავს და ორგანიზატორი. ნინო, ვიყოთ ბოლომდე გულახდილებიდან უვითამაშებ დიპლომატიას, რაც მე არ ჩვევია, ეს ხალხმა და თქვენს პირველ რიგში კარგად იცით, ოპოზიცია არის ძალიან ჭრელი და მრავალნაირი. ეს ასეც უნდა იყოს. აბა ეხლა ერთსულოვანი არის ნაციონალური მოძრაობა და მართული პარტია და დააქცია ქვეყანა. ოპოზიციაში ჩვენ ყავს ჯგუფები, რომლებსაც უყურებს ძალიან დადებითა და სრულად მისაღები არიან ჩვენთვის. არის ჯგუფები, რომლებიც ნაწილობრივ მისაღებებია და არიან ჯგუფები, რომლებიც სრულად მიუღებლები არიან ჩვენთვის. მაგრამ ყველა აი ამ ჩვენ ჯგუფს გვაერთიანებს ერთი მოთხოვნა: პრეზიდენტის გადადგომა, ხელისუფლების შეცვლა. მე რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ოპონენტები ჩვენს იდეოლოგიაში, ჩვენ საგარეო საშინაო პოლიტიკაში, მაგალითად ჩვენ ვიმეგობრებთ იმ ძალასთან, რომელიც იტყვის, რომ არა ბატონო, არ გვინდა არც ნატოში შესვლა, არც SNG-ში დაბრუნება, ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი, ეროვნული, ტრადიციული, მართლმადიდებლური საქართველო, სადაც თქვენი ეს სოლომიცის ბატონო შალვა, მე მინდა ერთი კითხვა კიდე დაგისვათ. ეს ბაბათეთ, მკითხეთ რამე? დიახ, კიდე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, იმიტომ რომ გავითავები ამაზე პასუხი. თქვა სხვა პოლიტიკურ ძალებს სხვანაირი არჩევანი აქვთ იმათთან, ჩვენ შემდგომში ვერ ვიმეგობრებთ. ახლა დავაკვირდებით, როგორ გააგრძელდება ეს პროცესი. მერე ჩვენ დავიწყებთ მიტინგებს, მერე ისინი დაიწყებენ და აუცილებლად ბრძოლას, როგორც ძველი გალები ამბობდნენ, აქვს აზრი, ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი, დააკაკუნე და გაგეღებაო, ბიბლია ამბობს, აუცილებლად გაიღება კარი თავისუფლებისა, კარი დემოკრატიისა
კარი გამარჯვებისა, ჩვენი ხალხი ამას იმსახურებს და ეს აუცილებლად შალვა, კიდევ ერთი კითხვა მინდა უბრალოდ მოვასწრო, რომ დაგისვათ აი ამ შედეგისთვის, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ, ოპოზიციამ განაცხადა და იგივე თქვა დავით ზურაბიშვილის ერთ-ერთ ინტერვიუში ამოვიკითხა, რომ მან თქვა, რომ 26 მაისს შესაძლოა დასახელდეს ერთიანი კანდიდატიც და რომ ამაზე მოთხოვნა არსებობს თქვა ქვეყანაშიც, საქართველოშიც და საზღვარ გარეთაც. ყოველ შემთხვევაში ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის ასეთ იყო ზურაბიშვილის განცხადება. თქვენი აზრით, ვინ შეიძლება დაასახელოს თქვა ოპოზიციამ ლიდერად? ან ეს იქნება თქვა შედეგისთვის უკეთესი ოპოზიციის მოთხოვნის? მე გულახდილად და პირდაპირ გეტყვით, რომ ქვეყნის განვითარებისა და მომავლისათვის, დემოკრატიის აშენებისათვის, რომლისაცკენ ჩვენ ყველა მივისწრაფვით, მაგრამ არ გვაძლევს საშუალებას ეს კაციჭამია ხელისუფლება, რა თქმა უნდა უკეთესია წვრილ-წვრილი პარტიები, ძალიან სახელოვანი ლიდერებით, მე ამას მთელი სერიოზულობით ვამბობ, გაერთიანდნენ, გამსხვილდნენ 2-3 მაქსიმუმ 4 პარტია საქართველოს ნაირ პატარა ქვეყანას თავს აზდის. ასეთი წავიდა პარტიების რეგისტრაცია, ერთი პარტია იქნება რეგისტრირებული, ქმარს მეორე პარტია. ამიტომ უნდა გამსხვილდნენ, გაერთიანდნენ, საერთო კანდიდატურა წამოაყენონ პრეზიდენტის პოსტზეც, პრემიერის პოსტზეც, მთავრობის წევრობის პოსტებზეც, რომ ჩვენც ვიცოდეთ, ხალხი საქმის კურსში იყოს, ვის აძლევს ხმას, რა პოლიტიკით წავა ქვეყანა, ვის გამო უნდა მივიდეს აქციებზე, მიტინგებზე და რა პერსპექტივა აქვს მათ ამა თუ იმ მმართველობის პირობებში. ამას ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით და აქვე აღნიშნავთ იმასაც. კონკრეტული პროგნოზი გააქვთ, ვინ შეიძლება ვთქვათ იყოს თუ არა? როგორ? კონკრეტული პროგნოზი გაგაჩინეთ, ვინ შეიძლება იყოს თქვა ერთიანი ოპოზიციის ლიდერი? ვერ გეტყვით, მე ვიცი ერთადერთი რამ და ეს არის ყოველგვარი ზედმეტი მაბატიეთ არ ჩამითვალოთ კუდაბზიკობათან ტრაბახად, საქართველოს ყავს კლასიკური, ეროვნული, ცივილიზებული პოლიტიკური პარტია, უკვე 12 წელია, უფრო მეტი, ლეიბორისტული პარტიის სახით, რომელიც ებრძოდა შევარდნაძის რეჟიმს, ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს და ებრძვის ასე გააგრძელებს, რომელიც არ ყოფილა არასოდეს ხელისუფლებაში, რომელიც არასოდეს არ წამოსულა ხელისუფლებიდან ოპოზიციაში და ოპოზიციიდან ხელისუფლებაში, რომელიც კერდით აეფარა ვარდების რევოლუციას წინ, აღუდგა წინ და ყველაფერი გააკეთა, რომ არ მომხდარიყო ეს ტრაგედია 2003 წლის ნოემბერში, მაგრამ ხალხმა არ ისმინა მაშინ ეს ამბავი და როცა ჩვენ ხალხმა არ გვისმინა, ყოველთვის ქვეყანამ რაღაცა დაკარგა, რაღაცა წააგო და თავზე ჩამოგვექცა ჭერი, ამიტომ ყველა პარტიას გაუმარჯოს, ყველა პარტიას უდიდეს პატივს ვსცემთ, მაგრამ თუ საქართველოს მომავალშიც იგივე პოლიტიკით, იგივე დამოკიდებულებით გააგრძელა ჩვენს მიმართ ლეიბორისტულ პარტიასთან ურთიერთობა, ანუ არჩევნებიდან არჩევნებამდე ტაში გვიკრა და არჩევნების დღეს გვიღალატა, დამერწმუნეთ, რომ ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს და ამას ვამბობ მე მთელი პასუხისმგებლობით. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ბატონო შალვა, შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტების ლიდერი. დიდი მადლობა თქვენს ასევე. მაბატიეთ სუდის მენადობის გამო ბევრი კითხვა არ მესმოდა ნინო. არა უშავს ბატონო შალვა. იმედია შემდგომში სტუდიაში მოვალ. კარგით, სიამოვნებით ჩვენ ამ შემთხვევაში შემოგთავაზეთ, მაგრამ თქვენ თქვით რომ პირდაპირ ჩართვა გერჩივნათ. ამჯერად ტექნიკური მიზეზის გამო იყო ეს. დიდი მადლობა ბატონო შალვა, ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში და მე გადმოვინაცვლებ სტუდიაში, სადაც საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ჯონდი ბაღათურია ჩემი სტუმარი, დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელიც უმცირესობის წინადადებებს არ იწონებს და დღეს რაღაც აქციების ორგანიზატორების სტრატეგია მოსწონს, ანუ ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია საღამომშვიდობისა. ბატონო ჯონდი, პირველ კითხვას დავიწყებ, აი ანონსშიც იყო თქვენი ეს განცხადება, როდესაც დიალოგის დღე იყო, ასე ვთქვათ, პრეზიდენტთა შეხვედრის დღე, თქვენი ამბობდით, რომ ხელისუფლება ცდილობს შექმნას ორი ოპოზიცია, საპარლამენტო და არასაპარლამენტო და ეს თქვენ არ მოგწონდათ. მე მაქვს კითხვა, შესაძლოა ამას ცდილობს ხელისუფლებაც, მაგრამ თუმცა თავად ოპოზიცია თუ ახერხებს, თქვათ, კოორდინაციას ერთმანეთში, ანუ თქვენ თანხმდებით, თქვათ, იმიტომ იგივე შეხვედრაზე ხელისუფლებამ თქვა უარი, რომ ერთად შეხვედროდა თუ თავად ოპოზიციის მხრიდან იყო წინადადებები, რომ ერთად არ დამსხდარიყავით მოგების ირგვლივ. დიახ, გასაგებია პირველ რიგში მივესალმები თქვენს მრავალ სხვა მსმენელს. მე როცა მოვისმინე ანონსი, უკვე მივხვდი, რომ ალბათ ჩემი და პარტიის პოზიციის დაზუსტება არის საჭირო. ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტო, ჩვენ სოლიდარული ვრჩებით რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე აქციის და მონაწილეობას ვიღებ და ვაგრძელებთ მონაწილეობას ჩვეულებრივ ამ აქციებში, თუმცა ისევე როგორც თავიდან ჩვენ არ ვიყავით ორგანიზატორი, მაგრამ უფრო აქტიურად ჩადით.
შესაძლოა ესეთი რამ იყოს, მე არ დაგიმალავ. ცოტა უფრო პასიურობა შეემატა ჩვენს, ცოტა უფრო პასიურები გავხდით მას შემდგომ, რაც ასეთი ნაწილ-ნაწილ შეხვედრები დაიწყო, ესე იგი ხელისუფლებასთან ოპოზიციის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაიმენაირად ჩვენს კოლეგებს გავემიჯერთ. მე მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ პოლიტიკა და პოლიტიკოსი უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული, ზოგჯერ არის, ესე იგი რომ ადამიანს აქვს განცდა თუ კი რაღაც ამ გზას დაადგება ის რაღაც შედეგს მიიღებს და თუ არ მიუშვი და თუ არ მიეცი საშუალება რომ სცადოს ეს გზა და ან დადგე ის შედეგი ან არ ნახა რომ ამ შედეგით ის ამ გზით ის ამ შედეგს ვერ მიაღწევს მთელი ცხოვრება მას გულში ჩარჩება რომ ესე იგი ამ გზით რაღაც შედეგის მიღწევა იყოს საშუალო ამიტომ ესე იგი ამ გზით რაღაც შედეგის მიღწევა შესაძლებელი იყო ამიტომ მე იმაჩინო ზოგჯერ ადამიანმა ეხლა უკვე ჩემ თავზე ვამბობ უნარი უნდა გამოიჩინო რომ ხელი არ შეუშალო უბრალოდ სხვას და მისცეს საშუალება რომ სრულად ესე იგი განახორციელოს თავისი ჩანაფიქრი და თუ ხელს არ შეუწყობ ხელი მაინც არ შეუშვა აი ჩვენ სწორედ ამ გზას ვადგევართ ჩვენ ხელს უწყობთ ჩვენს კოლეგებს 9 აპრილის კომიტეტიდან ვღებულობთ აქციაში მონაწილეობას თუმცა არც ერთი აქციის დაგეგმაში მონაწილეობა არ მივიღეთ მე ეს გასაგებია არის განსხვავებები ედვარდ გემოვნებაში თქვათ არის ტაქტიკაში თქო მე პირადად მიმაჩნია რომ ჩვენი მთელი ენერგია კონცენტრირებული უნდა იყოს სწორედ ხელისუფლებისთვის პრობლემების შექმნაზე და არა თქვათ კონკრეტული ჩვენი მოქალაქეებისთვის ჩვენ ხედავთ რომ ყველა თბილისელი გაგებით არ იყიდება ზოგიერთ ჩვენს ღონისძიებას ასე იგი ოპოზიციის ღონისძიებას რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ ამიტომ მე ცალსახად მინდა ისევ გავიმეორო მხარს უჭერ აქციებს კვლავ ვაგრძელებთ აქციებში მონაწილეობას თუმცა გარდა აქციებისა ქვეყანაში ცხოვრება გრძელდება აი თქვენ საოჯახში რომ მიდიხართ სადილს აკეთებთ არა ჩვენთან ძალიან ბევრი აქციაზე მოდიან ადამიანები სამსახურიდან ანუ გარდა ამ აქციისა რაღაცები კიდე არსებობს მაგალითად ქვეყანაში არის 22000-ზე მეტი პატიმარი და ამ 22000 პატიმარს ყავს ცოლი შვილი ოჯახი და ხოდაშორის მაგ თემაზე დღესაც იყო საუბარი მე მოვისმენე თქვენი კომენტარი რომ აი იგივე პარლამენტის თემაზე მინდა გკითხოთ დაკეტილია პარლამენტი და დღესაც მოვისმენეთ რომ თქვა საკომიტეტო მოსმენაზე ასე ვთქვათ განიხილეთ თქვენ ეს საკითხი უგულისხმობს სწორედ ამ პატიმრების გათავისუფლების და მათი სასჯელის შემსუბუქების საკითხს რომელიც იმის გამო რომ პარლამენტი ვერ იკრიბება ვთქვათ გვიანდება გადაწყვეტა და ეს ადამიანები ელოდებიან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და დამტკიცებას აი ამ ინიციატივის თქვენ როგორც იგივე ოპოზიციის წარმომადგენელი თქვა თუ გაქვთ უმრავლესობასთან საუბარი ან თუ არის საშუალება თქვენი მოსაზრება როგორია რომ იმუშაოს პარლამენტმა თუ თქვა თქვენც ეთანხმებით იმას რომ დღეს შეუძლებელია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სესიის ჩატარება ვთქვა და პლენარული სხდომის მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ მანამდე სანამ ვთქვათ პარლამენტი შეიკრიბება და კენს უყრის ამ საკითხებს ჩვენ მანამდე მუშაობდა ვთქვათ აი დღეს იყო ერთი კონკრეტული საკითხი არის ფინანსურ ანუ საგანახაო და ამინისტიაზე მუშაობთ ანუ დრო არ იკარგება ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ მაგრამ ვერ ამტკიცებთ ამ კონკრეტულ ვთქვათ ინიციატივას რაც უკვე შეიძლება შესაძლოა ჩვენ დღეს მაგალითად პირველი მოსმენისთვის მზად არის უკვე ეს კანონი რომელიც არის ჩემი პირადად ინიციირებული პატიმრობის შესახებ კანონში ცვლილებები და დამატებები თუმცა მე ხლა ამას ამ ინიციატივას ნამდვილად ვერ წავართმევ შაშკირს იმიტომ რომ აი ეს როცა ეს ინიციატივა დარეგისტრირდა იყო შემთხვევები ნაბიჯები სასწავლებლების დეპარტამენტის უბრალოდ აი პრობაციის სამინისტროს საგანბატონო შაშკინისგან ნუ მე ესე ვიტყოდი რომ ეს არის ჩვენი ერთობლივი მუშაობის და თქვა ზოგ შემთხვევაში პოლემიკის საგანი მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა ამ ასე იგი პროექტით მიღებული და დღეს იყო ისეთი კანონი განხილული რომელსაც მე იშვიათად უჭერ ხოლმე მხარს კანონს მაგრამ ეს იყო რეალურად ისეთი კარგი და კიდევ ერთი მთავარი ასე ვთქვათ შეთავაზება და ინიციატივა რაზეც საპარლამენტო ოპოზიციამ თანხმობა განაცხადა რომ დაიწყოს მუშაობა ეს იყო საკონსტიტუციო კომისიის შექმნა და თქვა ის 5 პუნქტიანი შეთავაზება რომ აღარ ჩამოვთვალოს ყველა მიცის პრეზიდენტის მხრიდან მაგრამ თქვენ აქაც ქონდათ განსხვავებული პოზიცია უმცირესობისგან ანუ ქრისტიან დემოკრატები ვთქვათ არიან მომხრები საპარლამენტო მოდელის თქვენ ამბობთ რომ ამით შესაძლოა უვადო პრემიერად გახდეს ვთქვათ პოსტი დაიკავოს მიხეილ სააკაშვილმა და ემხრობით ძლიერი პარლამენტი ძლიერი პრეზიდენტი თუ არ ვწდები რაზეც ქრისტიან დემოკრატებმა თქვენ პირიქით გაგაკრიტიკეს და თქვენს რომ ხელისუფლების მოდელს იწონებთ ანუ რატომ თვლით რომ ეს მოდელია დღეს მომგებიანი და რატომ ემთხოვა ვთქვათ ამ შემთხვევაში თქვენი მოსაზრება ერთი მინდა გითხრათ უკიდურესად არასერიოზული და ყალბი იყო საპარლამენტო უმცირესობის შეფასება ჩემი მოდელის იმიტომ რომ იქ სინქრონი გადიოდა როცა მე ვამბობდი რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის ინსტიტუციონალური დასუსტება და ამ დროს აკეთებენ კომენტარს რომ აი ბაღათური ემხრობა პრეზიდენტი ძლიერი პარლამენტი აქ თულს მოკლე ფეხი აქვს მეორეც მინდა გითხრათ რომ ამდენიც არ უნდა ამტკიცოს ახლა
საპარლამენტო უმცირესობამ, რომ ესე იგი მათი პროექტი არის რამენაირად არის პოზიტიური, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ესე იგი ამას მხარს უჭერს სააკაშვილის და ხელისუფლებას, საპარლამენტო უმცირესობას შემოაქვს პროექტი, რომლის მიხედვითაც პირდაპირ თეთრი შავზე გასაგებად ქართული ენით წერია, რომ მიხეილ სააკაშვილს ეძლევა საშუალება ქვეყნის პირველ დარჩეს ოღონდ უკვე პრეზიდენტის ნაცვლად დაიქواس პრემიერ-მინისტრი რანგში ახლა პირველ პირის თანამდებობას, აი მაგალითად საწარმოს ხელმძღვანელს დირექტორი ერქმევა, კორპორაციის მმართველი თუ რა ერქმევა, ის არის სახელმწიფოს ხელმძღვანელი. აი ეს არის მაგალითად პირველ პირის პრეზიდენტი ერქმევა პრემიერ-მინისტრი თუ სხვა რა, მის მმართველობის სტილს არ ცვლის. შევარდნაძე საქართველოს მართავდა 30 წლის განმავლობაში და 5 და პირველი პირი იყო და 5 თანამდებობა, 5 დასათაურება ჰქონდა მის ამ პირობას. იყოს ეკაზდივანი, იყოს სახელმწიფო საბჭო და ასე შემდეგ. ამიტომ მე მინდა ვისარგებლოთ ძალიან მოკლე ესე იგი რეპლიკით გავაფრთხილო მაინც საზოგადოება ჩემი კოლეგები, რომ აი ეს თუ გავიდა საპარლამენტო უმცირესობის საკონსტიტუციო პროექტი, ამ პროექტის მიხედვით მიხეილ სააკაშვილი შეეცდება კიდევ ერთხელ დარჩეს, ასე იგი უკვე გაიხანგძლოს ხელისუფლებაში თავისი ყოფნა. ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ თავისთავად ცხადია. ამდენი საუბარ მაბრალოს ახლა გიორგი თარგამაძე პატა დავითაიამ მე რომ იმის პროექტს ვერ ესე იგი რა ქვია ვემხრობი მიხეილ სააკაშვილს ეს არის სისრუე. არა ეს არ ვთქვით რომ ემხრობით იქ უბრალოდ გაკეთდა განცხადება რომ ანალოგიურ მოდელს მოითხოვს ხელისუფლება. კარგით. ეს რაც შეეხება რომ გულისხმობდა რომ ესეთი ძალიან არასერიოზული იყო. ანუ თქვენ საუბრობთ რაღაც ეჭვებზე და არ მოგწონთ ასე ვთქვათ საპარლამენტო უმცირესობის გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ ასევე საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთეთ, იმიტომ რომ ეს ანონსში იყო თუ არ ვცდები და დღეს მოისმინა მაყურებელმა და მანამდეც რომ არ მოგწონთ თქვათ რაღაცები არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაბიჯებში და იქ საუბრობდით რომ არასწორია ერთი თვე ადამიანები ქუჩა ატარო, უბრალოდ ციტირებას ვაკეთებ თქვენი განცხადების და შემდეგ ფარულ გარიგებებზე წახვიდე ხელისუფლებასთან. რას გულისხმობდით დიალოგს, რომელიც საჯარო იყო თუ არსებობს რაღაც ფარული შეხვედრები თქვა და გაქვთ კონკრეტული ინფორმაცია. იმიტომ რომ დიალოგზე თქვენც იყავით და არასაპარლამენტო ოპოზიცია. მინდა გავიმეორო, არასწორია კი სამარცხვინოა. ხალხი გამოიყვანო ერთი თვე და ორი თვე ქუჩაში დააყენ ვაყირო და მე შენ ფარულად ხელისუფლებას ფინანსურ ინტერესზე. ეს ზოგადი შეფასება და ეხლა ვიმეორებ სამარცხვინო და ასეთი სამარცხვინო საქციელის სამარცხვინო არ მოიწორებთ გასაგებია მაგრამ საფუძველი რა გქონდათ ამ განცხადების გაკეთების თქვათ. მე ზოგადად შევაფასე თუ ასეთ საქციელს ვინმეს მხრიდან იქნება ადგილი, მაშინ ეს იქნება სამარცხვინო. მინდა ესე შევაფასო. თუმცა ხლა მე ვერ გეტყვით ვინ ვის როდის ხვდება, როდესაც არის ნაწილ შეხვედრები ჩვენ ერთმანეთის მიმართ ეჭვიანობა არ აქვს, იმიტომ დიდი ხანია, უმეტესობა ახლა ახალი სუბიექტები გაჩნდნენ ჩვენს ირგვლივ, მაგრამ უმეტესობა დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, ამიტომ ეჭვიანობა უფრო ნაკლებად არის. თუმცა საზოგადოებაში შეიძლება ამან ეწვის საფუძველი შექმნას. როდესაც თქვენ შეკითხვა დაიწყეთ იმით, რომ ხო არ აქვს დაბალ კოორდინაციას ოპოზიციაში ადგილი. ნამდვილად აქვს. და იგულისხმეს საპარლამენტო და არასაპარლამენტო შორის. არა მარტო საპარლამენტო, ზოგადად ოპოზიციაში აქვს დაბალ კოორდინაციას ადგილი. მე მაგალითად არ წავიდოდი ცალკე შეხვედრაზე, რომ ყოფილიყო უფრო მაღალი ხარისხის კოორდინაცია თქვა და ჩემი კოლეგების მხრიდან ხო და რა იყო მის მიზეზი? ანუ მაგას ოპოზიციამ უარი ერთად დასხდომაზე პრეზიდენტთან თუ ხელისუფლებამ გითხრათ უარი რომ და თქვა იყო წინადადება რომ ცალ-ცალკე შეგხვდებოდა. არც ერთი იყო და არც მეორე, უბრალოდ კოორდინაციის ძალიან დაბალი ხარჯი იგივე მაგალითად კონსტანტინე გასახურდია. თუ გაიმართა მეორე რაუნდი, თქვენი ხედვით არასაპარლამენტო და საპარლამენტო ერთად დასხდას, იმიტომ ძალიან ხშირად ერთმანეთის მიმართაც ისმის ისეთი კრიტიკა, თქვა გულისხმობ იგივე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლები იყო, თქვა გიორგი თარგამაძის წინააღმდეგ, შემდეგ მან გასცა პასუხი, ანუ სულ არის საუბარი და კრიტიკა ერთმანეთისას და მე უბრალოდ მაინტერესებს ერთად დასხდება თუ არა ოპოზიცია ამ შემთხვევაში იგივე პრეზიდენტად თქვენი მოსაზრება. მე პირადად მომხრე ვიქნები და ეხლა შემიძლია პირდაპირ გავაკეთო განცხადება, რომ ჯობია შემდეგი რაუნდები თუ კი იქნება ყველანი ერთად შევხვდეთ. ესე აჯობებს. იქნება ნაკლები მაპატეთ, მაგრამ ჭორების ნაკლები საფუძველი. ერთმანეთშიც არ იქნება ეჭვიანობის საფუძველი. მე არ მაქვს არც ჩემ კოლეგაზე და არც ერთმანეთზე არავის არ აქვს, მაგრამ იგივე ვთქვათ
9 აპრილის კომიტეტიდან ბევრი ჩემი კოლეგის მე მომისმე კონსტანტინეს გამსახურდიას განცხადებას არ იყო ინფორმირებული ამ შეხედვის შესახებ. ეს არის დაბალი კოორდინაციის მაჩვენებელი, არანაირად რამე განხეთქილების მაჩვენებელი ოპოზიციის შიგნით ეს არ არის, თუმცა განსხვავება გემოვნების განსხვავება და რაღაც სტრატეგიებში განსხვავებები არსებობს, ეს ძალიან ბუნებრივია. უბრალოდ ჩვენ დღეს მე ჩემ პოზიციას ესეთია ვატყობ, რომ სხვაებიც ამ გზას ადგანან, ჩვენ დღეს დეკლარირებას განსხვავებული პოზიციებს არ ვახდეთ. ჩვენ გვინდა ახლა მთლიანად იქნეს გამოცდილი ის სტრატეგია, რაც ერთმა ნაწილმა ჩვენი კოლეგების აირჩია, ეგრეთ წოდებული 9 აპრილის კომიტეტმა, ამ აქციებზე პასუხისმგებელმა ჯგუფმა და ხელი არ უნდა შეუშალოთ, ხელი უნდა შეუწყოთ, თუმცა თუ რაიმე შედეგი ცოტა გაიწელა, ეს არ არის ნიჰილიზმის საფუძველი, არსებობს სხვა გზები, რომელი გზებითაც ჩვენ შევძლებთ ხელისუფლების დამარცხებას. მოკლედ მიპასუხეთ 26 მაისს დაგეგმილი აქცია, ვთქვათ, ოპოზიციამ შესაძლოა გადაკეთოს გზები, რკინი, გზა, აეროპორტები, ანუ თქვენ მიიღებთ თუ არა მონაწილეობას ამ აქციებში? ისე 26 მაისს მე აუცილებლად მივიღებთ პარტია თლიანად აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას რუსთაველის გამზირზე, ასე იგი გამართულ აქციაში. სტადიონზე შეკრებაც არის პატერნულადენის ჩვენ გვაქვს მე ზე ვთქვი ჩვენ გვაქვს განსხვავებული ხედვა პრაგმატული თვალსაზრისით, რამდენად მომგებიანი არის ჩვენთვის ისეთი ღონისძიებების ჩატარება, რომელიც მოწინააღმდეგეებსაც გვიჩენს. მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს დოლიძელები, ხილიანელები, საბურთალოელები, თაცმიდელები და ბევრი ისინი ჩვენი მხარდამჭერები არიან. მინიმუმ ჯერ ჩემი მეგობრები და დასის მხარდამჭერები არიან, მაგრამ მინიმუმ ხელისუფლების მოწინააღმდეგეები არიან, მაგრამ ისინი ხშირად საყვედურობდნენ. ბევრი. ზოგი ამბობს, რომ მომითმეთ, მაგრამ ბევრი ამბობს, რომ ესე იგი, ჩვენ რატო გვიქნით პრობლემებს. არის ესე და თქვენ არ ემხრობთ, თქვათ, მსგავს არა, მე არ ვემხრობი, უბრალოდ ჩვენ რადგან არ ვართ საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, არა გვაქვს ვალდებულება ყველა ღონისძიებას დავეთანხმოთ. ყველა ღონისძიებაში მივიღოთ მონაწილეობა. თუმცა დაუწერელი ვალდებულება არის, რომ არ წახვიდეთ წინააღმდეგი და არ გააკრიტიკოთ და ხელი შეუწყო კოლეგების ჯგუფს, რომ ესე იგი მოახდინონ ასეთი. კარგი, და ბოლო კითხვა, უმოკლესი პასუხი, მეტყვი ჩვენი დრო ამოიწურა, თქვენ დღემდე დამოუკიდებელი დეპუტატი ხართ და თავიდან ვთქვათ, უარი თქვით ნებისმიერ ფრაქციაში, იგივე უმცირესობაში გაერთიანებაზე და ამის მიზეზად მაშინ თქვით, რომ ბაღათურია მაშინ შექმნიდა ფრაქციას, როცა პოლიტიკურად მიმზიდველი გახდებოდა, ანუ მოვიდა ის დრო თქვენთვის, რომ ბაღათურია პოლიტიკურად მიმზიდველი გახდა, ვთქვათ, იმიტომ რომ ეხა საუბარი რომ გეგმავთ ფრაქციის შექმნას. რომ მოსულიყო ეს დრო უკვე ფრაქცია მიუხედავად იმისა, რომ გეგმავთ ამას და თქვენ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მე ვნახე ერთ-ერთი ინტერვიუ თქვენ. ადამიანი გეგმავს და ასე იგი უფალი განაგებს. ერთია მე რას გეგმავდა რომელიმე სხვა ჩემი კოლეგა და მეორე არის ასე იგი რას დაუშვებს უფალი ღმერთი. ეს ერთი და მე მინდა მაინც ძალიან მოკლედ რეპლიკის სახით თქვა რამდენიმე საკითხი, რომელიც მიმაჩნია, რომ მეორე შეხვედრა იგეგმება ახლა ხელისუფლებასთან, რომელიც მიმაჩნია, რომ აუცილებლად განსახილველია, იმიტომ რომ ჩვენი მხრიდან ყოველ შემთხვევაში ხელისუფლებასთან გულისხმობთ პრეზიდენტთან უკვე ვთქვათ განსაზღვრულია რამე თარიღი ოპოზიცია მხარეს. თუ დავით ბაქრაძეს ხუთი პუნქტი, რომელიც ხელისუფლებამ შემოგთავაზა, ხუთივე პუნქტზე, ასე იგი, ჩვენ მინდა გითხრათ, ნაწილებზე დაწყებული იყო მუშაობა, მაგალითად, საკონსტიტუციოებაში დაწყებული ქონდა მუშაობა, მაგრამ არსებობს გარდა ამ საკითხებისა, კიდე ისეთი საკითხები, რომელიც გადადებას ვერ ითმენს და ეს არის, ასე იგი, პირველი ეს არის ფინანსური, ანუ საგადასახადო ამინისტიის საკითხი. მე ხლა უსმენდი ნიკა გილაურს და უყურებ ჩვენ ხედავთ, რომ ესე იგი იორდანიაში, მონღოლეთში, თურქეთში, არაბეთში და ან ჩინეთში ეძებენ ინვესტიციებს. მე მინდა გითხრათ, რომ ინვესტიციების რესურსი საქართველოში არის. აი დღეს და ეს რესურსი დღეს ნაწილი მუთაკებშია ჩატენილი და ნაწილი კიდე აზერბაიჯანის. საუბრობდა რომ რისკებზე ვერ მიდიან ბიზნესმენები, იმიტომ რომ ჯერ სტაბილური გარემო არ არის ქვეყანაში. არა, რისკებზე რატომ ვერ მიდიან? ეს არ არის ხო აქციების შედეგი. მე მინდა გითხრათ, რომ თუ კი ფინანსურ ამინისტრიაზე ხელისუფლება წავა, ის ფული, რომელიც დღეს ნაწილი მუთაკებშია შენახული, იმიტომ რომ ვერ თეთრდება უბრალოდ და მეორე ნაწილი კიდე აზერბაიჯანის, ასონხეთის, რუსეთის და სხვა მეზობელი ქვეყნების ეკონომიურ აქტივობაზე მუშაობს, ეს ფული საქართველოში დაბრუნდება. კარგი, ეს ხუთი საკითხი თუ რამდენიმე საკითხი რაც უნდა გეთქვათ, დრო გვეწურება, ბატონო პირველი ეს არის ფინანსური ამნისტია, თქვენ თქვით, ანუ რამდენიმე საკითხია მეორე რაუნდის წინაშე. გაძლევს საშუალებას რომ ჩამოთვალოთ ძალიან მოკლედ. ანუ ფინანსური ამნისტია
არის მე ესე ტერმინი შევარჩიე, ეს არის პოლიტიკასთან დაკავშირებული პატიმრების განთავისუფლება. ეს პატიმრებს როცა ამბობ, ძალიან ესე წვავე რეაქცია აქვს ხოლმე, უკუქვედებას იწვევს და ამიტომ ესეთი ტერმინი ვარჩიე. ეს არის ეს სია იწყება ნურაკვიციანი, მაია თოფურიათი გრძელდება და ბოლოს სრულდება ვაჟა ადამიანთი და ქუცნაშვილის სახელმწიფოს გარდა ამისა, მე მიმაჩნია, რომ ჩვენი პროექტი ჩვენ ამას თავაზობთ, მაგრამ გადაუდებელი არის მუშაობის დაწყება პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის გამარტივებაზე და ასევე თუ არ ვცდები დიახ და უკვე ხო ჩამოთვალე. ეს არის ძირითადი საკითხები, რითიც შესაძლოა მეორე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაცია. დღეს ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ შევხედავთ, ეს არის ავტორიტარული სახელმწიფოს კლასიკური მაგალითი. ეს არის NKVD-ის სისტემის. ჩვენ მიგვაჩნევს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ თავარი საყრდენი ავტორიტარული რეჟიმის უნდა იქნეს გაშლილი, საპატრონო პოლიციის სამსახური უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში და უშიშროები და შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა გაიყოს ორ პარლამენტისადმი დაქვემდებარებულ. კარგი, დიდი მადლობა ამ პუნქტებზე განმარტებების დრო კიდევ მოგეცემათ უკვე რა თქმა უნდა საინფორმაციო გამოშვებების საშუალებითაც. დიდი მადლობა ჯონდი ბაღათურია საუბრობდა პირდაპირ ეთერში და გადაცემის ბოლოს 21 საუკუნის ბედნიერი ერი მუსიკოსის საზოგადოებრივი პროტესტი ანრი ჯოხაძის მორიგი ხმაურიანი ნამუშევარი. ნახეთ ფრაგმენტები იმ კლიპისგან, რომელიც ჯერ დამზადებული ბოლომდე არ აქვს ავტორს და რამდენიმე წუთში ანრი ჯოხაძესთან განვაგრძობ საუბარს. სადმე ერი ძინეყავით ლავასფალდით მოსული და მშვენიერი უწყინარი უჩივანი ქეთრეკინი მადლიერი უშუქოთველი ქეთ რომელი რიგიანი წესიერი ყოველს თქვენი მიჩორწები ნახეთლი და ხონიერი მორიგი ხმაურიანი ნაბიჯისთვის ემზადები გვახსოვს თქვენი არაერთი სკანდალური კლიპი და შესაძლოა ეს მათ შორის ჩაეწერეს, თუმცა მე მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ ეს არის ფრაგმენტები და დაუსრულებელი. ხო, თქვენ უკვე კლიპი აგიწყეთ, რაღაც 5-10 კადრით საინტერესოა. რა თქმა უნდა, დასრულებული ალბათ ბევრად უფრო საინტერესო იქნება, თუმცა მაინც მაინტერესებს რა იყო მთავარი იდეა ამ სიმღერის დაწერის დროს, ასე ვთქვათ, ანუ რა პოზიცია ჩადე როგორც ავტორმა, იმიტომ რომ შენ იქ ამბობდი, რომ შესაძლოა ოპოზიციამ თქვათ დაიწუნოს ეს, შესაძლოა ხელისუფლებამ, ეს იყო პოლიტიკური კლიპი და არის თუ რაღაც ხიარული შარჟი, ასე ვთქვათ. ალბათ ორივე ერთად. იმიტომ რომ არ შეიძლება ზოგადად შემოქმედს არ კონდეს თავისი პოზიცია. მით უმეტეს, როცა დაძაბული პოლიტიკური სიტუაციებია ქვეყანაში. პრინციპში მაინც მე ვიხრები უფრო შარჟისკენ, იმიტომ რომ მე საერთოდ მიყვარს თუ რაღაცა გროტესკი იდება მსგავს ნამუშევარში, უნდა იყოს მაინც მსუბუქი, არ უნდა დაძაბოს საზოგადოება ისედაც ძალიან დაძაბულ რეჟიმში და აი მე ვეცადე, რომ ძალიან სასაცილო გამოსულიყო და ერი გაერთოს, რაც მთავარია. იმიტომ რომ ხალხს ჭირდება პური და სანახაობა, ხო? შენ რა ხსენე რომ შემოქმედსაც აქვს თავის პოზიცია, ან ეს არის შენი როგორც მომღერლის პოზიცია, ანუ აიღე იგივე ჭავჭავაძის ცნობილი ლექსი ბედნიერი ერი და 21 საუკუნის ბედნიერი ერი, სწორედ იმიტომ უწოდე ამ ნაწილს. რა პარალელებს ავლებ და რა არის შენი პროტესტის მიზეზი? შოკის მომგვრელი ის არის, რომ ილიას ეს გენიალური ლექსი ხო არ წდება, აბსოლუტურად ინარჩუნებს აქტუალობას საუკუნის შემდეგაც კი. აი ამან გამაოგნა, აი როცა წერდი სიმღერას ხო სტუდიაში და აი ეს ტექსტი მიჯდებოდა ყურში და შევდიოდი როლებში. აი იყო მომენტები, როდესაც ესე ვუზღლავდა. ამაზე და კი, აი აქვს საოცარი მუხტი აქვს და აბსოლუტურად იდენტურია დღევანდელი, გუშინდელი, იმის წინანდელი. ანუ საზოგადოებაზე აბსოლუტურად მე გეტყვით რომ არის. ამ ფრაგმენტებში მხოლოდ პოლიტიკოსები ჩანან და მე ისმინდა კითხო, მხოლოდ პოლიტიკოსები არიან გმირები ამ კლიპისთან შენ ასახიერებ ყველა პერსონაჟს? საზოგადოებას ეს პოლიტიკოსებიც. მაგას ვამბობ, მაგრამ თვითონ კლიპის დეტალი მაინტერესებს. მთავარი გმირები მხოლოდ პოლიტიკოსები არიან თუ საზოგადოების წარმომადგენლები? საზოგადოების წარმომადგენლები
წარმომადგენლებს განვასახიერებ მე. აი ჩემი პერფორმანსი პოლიტიკოსებსაც თქვენ განასახიერებთ. ხო. ანუ საზოგადოება ძირითადად ვიქნები მე. და აი ამით მინდა რაღაცა ჩემი აი პლასტიკა იქნება ეს თუ სხვა რაღაცა ჟესტიკულაციები გამოვხატო აი ეს მდგომარეობა რაც არის რაც გვიდევს მენტალიტეტში და მე ვთვლი რომ რაღაც გარკვეული პროცენტით ცოტა წინ ვარ წასაწევები ამ საკითხში. ანუ გულისხმობ თქვა ყველა ყრუი ყველა ცრუი და ამ დროს ჩვენისთანა ბედნიერი თქვა აი ეს ამას გულისხმობ. არ მეთანხმები. ალბათ მე მაქვს ჩემი პოზიცია, მაგრამ ეს ახლა საინტერესო არის. ბათუმში მიემგზავრებით, ანდრი ცნობილია ჩვენთვის და მე რაღაც ერთ-ერთ ინტერვიუში, უბრალოდ ჩვენ როდესაც აი ამ ფრაგმენტებს გართმევდით, იქ ამბობთ, რომ sakmot პიკანტური სცენების გადაღება გაქვთ დაგეგმილი. რა გულისხმობთ თუ გაგვიმხელთ, რას ნიშნავს ეს პიკანტური სცენები? გაგიმხილოთ. ეს უკვე ფირმის საიდუმლოა, იმიტომ არა, რაღაც დეტალი მაინც, იმიტომ რომ პირდაპირ ეთერში ხო გაგიმხილოთ ერთი სცენა იქნება კლიპში იქნება ნინაც კრიალაშვილის შარჟიც ერთი ბილეთი სოხუმამდე. აი, ცნობილი კლიპიდან გამარჯობა. და სხვა შორის წეგან ვიყავი ნინასთან და თავისი კაბა მათხოვა აზრი ჩაანდა და თავისი ქუსლები და ეს 42 ნომერ ფეხს რო ჩავდებ 37 ფეხს დაწმელში ძალიან სასაცილოა. მოირგეთ ეს კაბა. ვიცი იწელება და ჩავეტები ამენაირად. გასაგებია, ანუ ამ ყველა პერსონაჟს თქვენ განასახიერებთ. რა თქმა უნდა, აქ რომ ყოფილიყო, მინდა ხაზი გაუსვა, აქ რომ ყოფილიყო მსახიობები დაკავებული დამეთანხმებით ალბათ რომ ეს ცოტა ნაკლებ საინტერესო იქნებოდა. შოკის მომგვრელი ალბათ ისიც არის რომ ანდრი ჯოხაძე განასახიერებს ქალებსაც და კაცებსაც. გასაგებია, როდისთვის გეგმავთ პრეზენტაციას, ანუ როდის ექნება დასრულებული სახე ამ კლიპს? პრეზენტაცია იქნება ერთ კვირაში ინგა გრიგოლიას გადაცემაში პოლიტიკური კვირა. და მე ინგას მინდა დიდი მადლობა უთხრა, რომელმაც სტუდია დამისმო და ინგასაც განასახიერებ. უბრალოდ განასახიერებ ჟურნალისტებსაც. ჟურნალისტებსაც და სხვა შორის ეს ერთგვარი დამოკიდებულება იქნება, ასე ვთქვათ, აი ინგას შემოსვლა, რასაც ვაკეთებ და აი იქ არის გაგიმხელ ყავის ჭიქით და კარტით. ანუ მკითხაობენ ჟურნალისტები? მკითხაობ. სწორად მინდა გამიგოთ ეს მომენტი, იმიტომ რომ ზოგადად რაღაცა იქნება ეგეთი ის რომ ძირფესვიანად ინფორმაცია არასდროს არ გადის არსად. მე ვიზახი ვერ მოიპოვებ. თუნდაც სიძნელეებთან როგორც არის დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება. კარგით, გასაგებია, თუმცა რას გულისხმობთ კონკრეტულად ცოტა გაურკვეველი დარჩა, თუ გულისხმობთ იმას, რომ მკითხაობთ რა მოხდება ქვეყანაში, ამას გულისხმობთ ყველგან. კარგით, და ბოლო კითხვა, ჩვენ დრო იწურება რა რეაქციას ელოდები პოლიტიკოსებისგან და რა შეფასებას მსმენელისგან? და მიჩვეული ხარ ხმაურიან შეფასებებს. თუნდაც რომ თქვენი წინა კლიპი გავიხსენო, არის ნავის კადრი. როდესაც ჟურნალისტი იღებდა ჩემგან ინტერვიუს, რომ თუ გავითვალისწინებთ ანდრი ჯოხაძის გამოჩენა ცნობილ ნავში, სხვათა შორის ეს ნავი ისევ გამოჩნდება ამ კლიპში, მე საკუთარ თავზეც ასე ვთქვათ ვღადაობ და დავსინი რაღაც გარკვეული დოზით. ამის შემხედვარი თუ ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, დიდი რეაქცია უნდა გქონდეს. თუმცა მე როგორც შემოქმედი და უბრალოდ მოქალაქე რომელიც ნახავდა ასეთ კლიპს გავერთობოდი არანაირი მწვავე რეაქცია არ მექნებოდა. ეს როცა უყურებ საკმაოდ მხიარული სანახავია, თუმცა პოლიტიკოსები მონაწილეობენ. ამიტომაც საინტერესო რომ შენ თავად საუბრობდი რომ არ ვიცი თქვა ოპოზიცია მომიწყოს აქციებს თუ ხელისუფლება გამიბრაზდება. ანუ კითხვა იყო პოლიტიკოსების რეაქციაზე ელოდები ამ კლიპზე. აი ხა როდესაც დავიწყე მუშაობა რომ არ გეშინია დაუშვათ, ნუ ხო შეიძლება გავიზიანდეს ქალბატონი ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტი რაღაცა, ნუ შეიძლება მე ხო არ ვიცნობ ამ ადამიანებს ასე ღრმად რომ მათი ხასიათი ვიცოდე. მე ვთქვი რომ რატომ უნდა მეშინოთ? მე საერთოდ მეშინია სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ადამიანების და ის სპექტრი რომელიც აქ არის წარმოჩენილი, ხო? მე ვთქვი რომ ყველა ძალიან კარგად აქვს სექსუალური ცხოვრება მოწყობილი. და მე მათი არ მეშინია. მორიგი ასე ვთქვათ, უშუალო განცხადება ანდრი ჯოხაძისგან. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ძალიან შეფასება მიმინდია მსმენელისთვის და მაყურებლისთვის, ვინც ამ სიმღერას და კლიპს იხილავს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მაინც ხმაურიანი იქნება. რა თქმა უნდა, მაგრამ საზოგადოება უნდა გაერთოს მართლა. ცოტა რაღაც აუმჩატდეთ. პოლიტიკას დამემართებაში გულისხმობთ. რა თქმა უნდა, ცოტა უნდა დავისვენოთ. და მოუწყვიტე მე საზოგადოება ცოტა ხნით. არ ვიცი რამდენ ხანს ასე ვთქვათ გაძლებს ეს კლიპი თავისი აქტუალურობით, მაგრამ ხალხი ხო გაერთობა. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ანდრი, წარმატებებს გისურვებთ. ჩემი გადაცემის ბოლოს სტუმარი იყო ანდრი ჯოხაძე თავისი პოლიტიკური კლიპით, თუ შეიძლება ასე ითქვას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ჩვენ მომავალ პარასკევს კვლავ შევხვდებით ერთმანეთს.